სამშვიდობის ეთერშია ბურთი და მოედანი დღეს პარასკევი დღეა საღამო და ბუნებრივია ჩვენ ხვდებით ერთმანეთს ამ სტუდიაში და ვისაუბრებთ ფეხბურთზე ვისაუბრებთ ორნი წამყვანებიდან ლევან სალუკვაძე და ლაშა სილაგაო ვარ თქვენთან ერთად ბიძინა ბარათაშვილი სამხრეთ ამერიკულ ტურნირშია წასული რომ ჩამოვა დარწმუნებული ვარ იმდენ საინტერესო ამბავს ჩამოგვიტანს 1-2 გადაცემა არ ეყოფა სამაგიეროდ ბიზნეს არ ყოფნაში ჩვენ ყავს სტუმრები თქვენთვის კარგად ნაცნობი სამედიცინო დარგიდან ექიმები არიან სანდრო ჩირინაშვილი და დათო კილაძე დიდი მადლობა ისე დღეში ვართ ექიმები გვჭირდებოდა მე მგონი ძალიან ბევრს გულშემატკივარს თამაშის მერე და მე როგორც წავიკითხე ჩვენი მწვრთნელის რაღაც შეფასებები იმ სიტუაციასთან რაც შეიქმნა იქაც რაღაც სამედიცინო კუთხით არის საუბარი და წინასწარ ბოდიში მოვიხდი რაღაც ისეთი უფრო მიღებულ ჟარგონულ ქალაქურ ტერმინით თუ მოიხსენებ იმას ჩემი აზრით რაც ხდება იმიტომ რომ თუ კი ამ ფორმატში და ამ განხრით უნდა შეგვეფასებინა მაინდა-მაინც ის ვითარება რაც ნაკრებშია კი ბატონო დაეიყოს ასე ბატონმა ვილიმ განაცხადა რომ ჩვენო ეხა ვართო ნაბახუსევზეო იმიტომ რომ როდესაცო დიდი სმა იქნებაო ანუ დიდი წარმატებაო მეორე დღეს ყოველთვის ნაბახუსევია და ისე კარგად ვერ იქნება ადამიანიო მე რა თქმა უნდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ რომ ეს მდგომარეობა ადამიანის საკუთარ თავზეც და სხვებზეც ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს მაგრამ ასევე ხა სამედიცინო კუთხით თქვენ თუ გამისწორებთ მაგრამ ну იგივე პახმელია ხო ხა ისე რომ ვთქვათ როგორც მეგობრები ერთმანეთში ვეძახით ხო ეს პახმელია არ არის პახმელი 1-2 დღე არის ეს ზაპოია რაც ჩვენ ხა გვჭირს მე მგონი ეს ნაბახუსევი უკვე აღარ არის იმიტომ ნაბახუსევი რომელიც გრძელდება 2 წელი თუ რამდენი ხანია უკვე გადადის ზაპოიში და კიდე იქით მე უფრო სახიფათო დაავადებებით შეიძლება გამოვიდეს და იმას აღარ ვიტყვი ისიც რუსული ტერმინოლოგიით ვიცით რაღაც თეთრი ცხელება თუ როგორც არის და მაკეთკენ არ მინდა მთლად რომ წავიდეთ იმიტომ რომ აქედან გამოსვლა ჯერ კიდევ არის ეს ეხა ხუმრობით რა თქმა უნდა იმიტომ თუ არ ვიხუმრეთ სერიოზულად მართლა ექიმები გვჭირდებოდა მეორე კიდევ რაც ხდება სამწუხაროდ მოხშირდა ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა პირველ რიგში ეს მე მწვრთნელისგან წინს იმიტომ რომ ადრეულ პერიოდშიც გვინახავს ჩვენ საქართველოს ნაკრებში ისეთი ხელმძღვანელები რომლებიც წაგებული მატჩის შემდეგ იყოფენ მე ყველაფერი უთხარი და ეგენი ვერ აკეთებენ და აბა რა ვქნა და აბა სად თამაშობენ და აბა ესენი ვინ არიან და იმათ რატო უნდა მოუგონ ეს ადრე იყო და მე მეგონა აღარ დაბრუნდებოდა მაგრამ რაღაცები ნიშნები გაჩნდა და ძალიან არ მომეწონა და ასევე ძალიან არ მომეწონა ეს პოლიტიკის და სპორტის ერთმანეთში არევა და მე საერთოდ არ ვიცი და არ მაინტერესებს არჩევნებზე ვინც რა ჩააგდო იქ და ვინისკენ არის არც არავის უნდა აინტერესებდეს იმიტომ რომ ფეხბურთელებზე ხელი შეწმენ და მით უმეტეს პოლიტიკური რაღაც მოსაზრებების გამო ძალიან სირცხვილი მგონია და პირიქით მე ვფიქრობ სტადიონი ყოველთვის იყო და არის ადგილი ქვეყნებში პოლიტიკურად სხვა მხრივ დაპირისპირებულ სხვადასხვა სქესის ორიენტაციის რელიგიის ასაკის რა ვიცი ყველაფრის მიუხედავად აერთიანებს თავისი საყვარელი გუნდის გარშემო და ეს არ უნდა ხდებოდეს პირიქით დაპირისპირების საბაბი და მით უმეტეს ფეხბურთელების ლანძღვა რა არის მე შეიძლება გამიგრძელდა ცოტა მაგრამ მე ხა თქვენ უნდა გადმოგცეთ და ბოლომდე თუ არ თქვი ეს ამბავი მე დამაბრუნა ამ ყველაფერმა იმ დროში როცა ყველა ამბობდა რომ ფეხბურთელებს თამაში არ უნდათ мотиваცია არ აქვთ მათ ქვეყანა არ უყვართ ვერაფრით ვერ დავიჯერებ ჩემო მეგობრებო რომ რა ვქია ფეხბურთელებს ან მოგება არ უნდოდეთ ან ქვეყანა არ უყვარდეთ და ან ნებისმიერ თამაში რომ გამოდიოდნენ ძალებს ზოგავდნენ და რა ვიცი ესეთი რაღაცების დაჯერება ძალიან მიჭირდა მე მგონი ეს ის ხალხია ვინც ამას ლაპარაკობს აი პამიდორის და კარტოფილის დათესვა რო უნდათ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მაგრამ შევახსენებ მათ რომ თავიანთ ეზოებში დათესვენ ჯერ იქ მოიყვანონ და აი ადგილი რო აღარ დარჩება და სხვაგანაც რო გახდება საჭირო მერე მოვიდნენ სტადიონზე მაგის დასაათესად ესე იგი აი ეს საკითხები მინდოდა მე თქვა შესავალში, იმიტომ რომ გულნატკენი ვარ, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ მე ბიჭებზე გაბრაზებული ვიქნები, იმიტომ რომ
მწვრთნელები მიდიან და მოდიან, ფედერაციის ხელმძღვანელები მიდიან და მოდიან და ნაკრები ბირთვი რჩება ერთი და იგივე. ეს ის ბიჭები არიან, ვინც ისეთი სიხარული მოგვიტანეს, რომ ყველა ქუჩაში ვიყავით და ყველა გერმანიაში იყო და ყველა არ დადიოდა, დაფრინავდა და იგივე ბიჭები არიან ახლა. ამიტომ ვიძახი მეც რომ ხანდახან დგება ის მომენტი გუნდში, როდესაც ესა თუ ის ძლიერი მწვრთნელი, წარმატებული მწვრთნელი უკვე ამოწურას თავის თავს ამ გუნდში და ეს არც გაგდებას ნიშნავს, არც ლანძღვას ნიშნავს, არც შეურაცხყოფას ნიშნავს, თუ შეცვლი ამ მწვრთნელს და მოიყვანს სხვას. ვინ არის უფრო ძლიერი? ვინ არის უფრო ძლიერი მწვრთნელი სანიოლზე რომ დავიწყო ხა ჩამოთვლა, გათო ხო დამეთახები რომ ეს გადაცემა არ მეყოფა. იმიტომ რომ ძალიან უფრო ბევრი მწვრთნელია საქმე იმაში ვისი ჩამოყვანა შეგვიძლია და თუ არა და თუ დარჩება ბატონო ფედერაციის პრეზიდენტი მე არ ვარ არც ვაპირებ და არც ვიქნები არასდროს ესე მოიტანა ამ ცხოვრებამ და სადაც არის ადგილი ძალიან მომწონს და თუ დატოვებ პასუხისგებლობა მაგათია როგორც აღმოაჩინეს ეს მწვრთნელი რომლის იმედი და რაღაც ბექგრაუნდი არ იყო საიმის რომ გინდა თუ რა სადმე გაგვიყვანდა მაგრამ გამოიცნეს ეს კაცი გაამართლეს და ბრავო მათ ამისთვის მაგრამ ეხლა როგორც ეგ გადაწყვეტილება მიიღეს ეხლა ახალი ვიღაცაც შეიძლება გამოიცნონ შეიძლება არ იყოს ეს ანჩელოტი და მოურინიო და იყოს სანიოლის მსგავსი ვიღაც წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რომელიც სამწვრთნელო კარიერაში აქ შეიქმნის იმიჯი რა ვიცი ბევრი შანსებია მოკლედ აი ესეთი რაღაცები მინდოდა შესავალში მე თქვა იმისათვის რომ ცოტა გავხურებულიყავი და უშუალოდ თამაშებზე ფრაგმენტების ფონზე ვისაუბროთ მაგრამ სანდრო დავიწყოთ იმით რომ მთლიანად მე მგონი ხა კონკრეტულ მატჩებზე საუბარი ალბათ აზრის მოკლებულიც არის თუ რაღაც განსაკუთრებული მომენტი არ გვია ჩვენ ჩავთვალოთ ფრაგმენტები და საერთოდ ეს პერიოდი შევაფასოთ აი პოსტ ევრო ჩემპიონატის პერიოდში რა ხდება საქართველოს ნაკრებში როცა ჩვენ გვიხაროთ და როცა ალბანეთის ნაკრებს რომელიც აგერ დიდი ზარზეიმით გავიდა გასვლაზე ისე მოუგეთ რომ ვითომც არაფერი რა და იმის მერე რაღაცა დაგვემართა. აი რა არის ეს რაღაცა რა სიტუაცია ნაკრებში და ხედავ თუ არა რამეში აი სწრაფად გამოსავალი თუ შეიძლება მოიძებნოს. პირველ რიგში მოგესალმებით მესამებ მაყურებელს. მოგხსენებათ რომ რაღაც ამ თამაშების ნახვის შემდეგ რაღაც სიცარიელი შეგრძნება მქონდა თითქოს აი ეს ამხელა შრომა ჩაყრილი აგებული გუნდი რომელთაც ჩვენ ვიყავით ბედნიერნი მთელი ერი რომ მივახციეთ ჩვენ საწადელ მიზანს გავედით ევროპის ჩემპიონატზე მოუგეთ პორტუგალიას 2-0 ჩამოვედით და ფანტასტიკური თამაში ჩავატარეთ ჩეხოსლოვაკიასთან 4-1 ალბანეთთან მოვიდეთ და 6 ქულით ვიყავით ერთა ლიგაზე ლიდერები აი მერე დაიწყო რაღაც შეპარული დაღმასვლა შედეგობრივად ჩვენ გავედით მესამე ადგილზე ერთა ლიგაზე არც თამაშის ხარისხი იყო მაინდა-მაინც ისეთი მაგრამ არ ყოფილა რაღაც განგაში სასატეხი იმიტომ რომ ჩვენ ეს გაგვიხარწყლა პლეი-ოფში სომხეთთან ძალიან ადვილმა გამარჯვებამ და თითქოს უკვე ველოდებოდით რომ ჩვენ ამ შესარჩევ ტურნირში ერთა ლიგაზე თუ არ გამოგვივიდა აი შესარჩევ ტურნირში ჩვენ უშუალო კონკურენტთან თურქეთთან მოვახერხებთ წარმატების მიღწევას და მეორე ადგილზე გასვლას რაც იყო ჩვენი მაქსიმუმი ანუ პლეი-ოფში გასვლას და შემდეგ ბრძოლას აღმოჩნდა რომ ჩვენ არათუ გავართვით ამას თავი არამედ დავბრუნდით წარსულში მე რა მაქვს მხედველობაში მაქვს ის რომ საფეხბურთო კლასი რომელიც თითქოს შეძენილი ჰქონდა საოცრად დაეცა და დაიწყო შეცდომების კასკადი ეხლა მე ექიმი ვარ და აი მე გეტყვით რომ ოდესაც რაიმე სირთულის ოპერაცია
ვთქვათ, უნდა გამოიყოს რაღაც წარმონაქმნი მაგისტრალური სისძარღვებისგან, ვენისგან, ნერვული წნულისგან. იქამდე სანამდე მიხვალ, მანამდე ლიგატურა უნდა დაადო, ეს ჩვეულებრივი ენით კვანძია. რაც რუტინულად კეთდება, ასე ვთქვათ, სანამ იქამდე მიხვალ იმ სირთულეებთან, რასაც მერე ქვია პროფესიონალურად სწორედ გაკეთებული საქმე. ან უფრო თვალსაჩინო რო იყოს, ავიღოთ პიანისტი, რომელიც გამოდის, ვთქვათ, პუბლიკის წინაშე და მას ის ასრულებს და უნდა გადმოსცეს ის ემოცია იმ შესრულებაში და ის ფიქრობს ნოტებზე და თითებზე, რომ როგორ უნდა აიღოს აკორდი, ანუ ის იმახსოვრებს იმას, რომ არ შეეშალოს, ასე ვთქვათ, ის დაკრული, რომელიც ჩემი აზრით, ჩვენ დავბრუნდით იმაზე, რომ რა არის სამი გადაბმული პასი, ზუსტი პასი, მიზანში ზუსტი დარტყმა. აი აქ ჩამოვედით ჩვენ და პრაქტიკულად ჩვენ დავბრუნდით იმ წარსულში, რომ ჩვენ მივიღეთ არაპროფესიონალური შემადგენლობის გუნდი, რომელიც ცალკე არიან არანაკლებ პროფესიონალები, ვიდრე იგივე თურქეთის ეხლა ჩალხანოღლუს მე ყველაფერი აღიჩენია, თქვა სიტყვაზე ვიძახე. ბულგარეთთან წაგება ჩემთვის იყო კანონზომიერი, იმიტომ რომ ესეთი ფსიქოემოციონალური მდგომარეობით, ესეთი ფრთამოტეხილი და ესეთი ასე ვთქვათ, უმოტივაციო გუნდი მე კარგახანია არ მინახია. ძალიან შემაშფოთებელია განცხადებები, რომელიც გაკეთდა მატჩის შემდეგ. ერთადერთი იყო კიტეიშვილი ადეკვატური, რომელმაც შეაფასა ეს მდგომარეობა, თორე თუნელი, რომელიც ხელს იშვერს ჩვენი თქმისა არ იყოს ფეხბურთელისაკენ რა, ეს არ არის სწორი, ელემენტარულად არ არის სწორი. და მე იმის თქმა, რომ თუ ესპანეთი კიდე შემხდება მე პოსტს ვტოვებ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაცა აღიარებითი ჩვენება გაქვს თვითნერის უნარობის. კი ბატონო წააგე, მაგრამ რაღაცა წინააღმდეგობა ხო უნდა გაწიო ამ შემთხვევაში. ჩვენ როგორც ვიცით, მე რო აღარ გამიგრძელდეს სიტყვა, სანაკრებო მწვრთნელი გადავიდეთ ვილი სანიოლზე, რომელსაც მამამისმა ვილი ვანდერკერხოფის გამო შეარქვა ვილი. იმდენად საფეხბურთო ატმოსფეროში არის გაზრდილი ეს ადამიანი და ბავარიაში და როგორც მწვრთნელი მე ვფიქრობ, რომ მან ამოწურა რესურსი. ან არ უჯერებს ფეხბურთელი, რაღაც ნიჰილისტური დამოკიდებულების რაღაც ელემენტებია, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ გუნდი გავიდეს ბოლო პერიოდში აბსოლუტურად დაბნეული და სასტარტო ვითარება კონდეს 0-3-ზე. ეს ორჯერ გამეორდა. ესე იგი, ვერ გადის გუნდი დამუხტულად მინდორზე, რომ გარკვეული თავისი სახე, თავისი ძალა აჩვენოს. ნაკრები იკრიბება მარტში, ივნისში, სექტემბერსა, ოქტომბერსა და ნოემბერში. ანუ ჩვენ გვაქვს დატვირთული მხოლოდ 5 თვე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ნოემბრის შემდეგ ოფიციალური მატჩი გვაქვს სექტემბერში. ანუ 1 წელია ინტერვალი. ეხლა თუ ვილი სანეული დარჩება, რომელიც აი იცით რა არის, ამას ორი მხარე აქვს. პირველი, ეს ის რომ ვილი სანეული ყველაზე კარგად იცნობს გუნდს და ყველაზე კარგად იცის მისი მინუსი და პლუსი და მეორე მხრივ ახალ მწვრთნელს ეძლევა საშუალება, რომ მარტსა და ივნისში ამხანაგური დაგეგმილი მატჩებით გუნდი მოამზადოს იმ კონდიციაში, რომ სექტემბერში ერთა ლიგაზე ჩვენმა გუნდმა რაიმე გააკეთოს.
ასე რომ აი ეს ორი მომენტი ჩემთვის ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. დათოსთან გადავალთ, ეხლა იგივე შეფასება გავაკეთოთ, თუმცა მე აქ ჩართვას დავამატებ, რომ ყველა თამაში ვიწყებდით, ყველა თამაში 1-ის გარდა 0-2 იყო შუა პირველ ტაიმში, ხო? და ზოგი 0-3-იც იყო. ესე დავიწყეთ და დაახლოებით 30 წუთზე 2-0 ვაგებდით უმეტეს მატჩებში. ეს ერთი და მეორე აგერ სანდრომას თქვა და მე სიმართლე გითხრა ეს წინადადება ძალიან გამიკვირდა. მე უნდა დავრჩეო აქ, იმიტომ ჩემზე უკეთესათო ვერავინ გაუძღვებაო ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ჩემზე კარგათო ეხაო ამ ფეხბურთელებს არავინ არ იცნობს წვრთნელებიდანო. თქვა ეს ბატონმა ვილიმ. ეხლა მე ამ მოსაზრებას ჯერტი არ ვკამათობ, კი, უცხოელებზე ალბათ უკეთესად ვიზრდ, თუმცა ქართველებზე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ეს წინადადება და ეს არგუმენტი ნებისმიერი გუნდის წვრთნელის გაშვების წინ რომ მოვიყვანოთ, ხო იგივე დატვირთვა და სამართლიანობის ხარისხი ექნება, იმიტომ რომ თქვათ, აგერ ჰეიტინგა, რომელიც ახლა აიაქსიდან უნდა რომელიც გაუშვეს აიაქსიდან, იმიტომ რომ კატასტროფული შედეგი ჰქონდა. არ შეძლო იგივე წინადადება ეთქო, რომ ახლა გაჭირვებაა და მე უნდა გამოვასწორო და ამ ფეხბურთელებს ახლა ჩემზე უკეთ არავინ არ იცნობს და იქნებოდა მართალი. მაგრამ ეს არგუმენტი, რომ ვინმე ფეხბურთელებს უკეთესად იცნობს სიტუაციის გადასარჩენად, მე მგონი მთავარი წონადი არგუმენტი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ თვითონ ვილისანიოლი როცა მოდიოდა საქართველოს ნაკრებში, არ ამგონია მე მას კოჩორაშვილი და გოჩოლეიშვილი და აზაროვი ცოდნოდა ვინ არის. და ვაისმა იცოდა კარგად, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ვაისი უკეთ იცნობდა, ჩვენ ჩამოვიყალეთ ვილისანიოლი, რომელსაც როგორც წვრთნელს კარგად არავინ იცნობდა. და გამოვიდა შედეგი და მადლიერები ვართ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გმირია ჩვენ ყოველთვის ვიმახსოვრებთ ყველა სპორტში წარმატებულ წვრთნელებს, ვინც რაღაცა სიხარული მოგვიდა და ქართველი სპორტის გულშემატკივარი ამ მათ გვარებს არ ივიწყებს და არც ეს იქნება დავიწყებული. გითხარი დათო ეხა შენეული შეფასება, აი რა არის, რატო ვართ ამ დღეში და სანდრო სიტყვები რომ გავიხსენოთ, ხო ის კითხვები, აი რატო პასებს ვერ ვაძლევთ, რატო იქ ვერ მივდივართ, რატო ეგრევე ორ ბურთს უშვებთ. ესენი დიდი ხანია ჩვენ ამ კითხვებიდან გასულები ვიყავით. უკვე სხვა ლეველზე ვიმყოფებით. დაუბრუნდით, კი, დაუბრუნდით. სამწუხაროდ დაუბრუნდით. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოკლედ, ქრონოლოგიურად აი სანდროს აზრს რო გავყვეთ, ქრონოლოგიურად თუ დავიწყებთ იმ დროიდან, როცა ევროპის ჩემპიონატის ეიფორიამ გადაიარა და უკვე პირველი ოფიციალური თამაშები დაიწყო. ჩეხეთთან და ალბანეთთან კარგად ნათამაშებმა ორმა შეხვედრამ, კარგად ჩატარებულ, მაღალ დონეზე ჩატარებულმა შეხვედრამ მე ვფიქრობ გააჩინა ცოტა თვითშეფასება იმაზე მეტი იყო, ვიდრე ეს რეალობა შეიძლება ყოფილიყო და ზედმეტი თვითშეფასების შედეგია ის, რომ შემდეგ ჩვენ აღარ შევხედეთ სერიოზულად ალბანეთთან განმეორებით თამაშს საქართველოში, რომელიც ჩემი აზრით იყო ქვაკუთხედური ამ ისტორიაში, მთელ ამ ისტორიაში. ჩვენ დავთმეთ ის შეხვედრა, როდესაც პრინციპულად გამარჯვება წარმოიდგინეთ 9 ქულით ხდებოდით 4 თამაშის შემდეგ, ლიდერად, აღარ მახსოვს ახლა ლიდერად თუ არა, ყოველ შემთხვევაში მოწინავე პოზიციას ვინარჩუნებდით და შანსი ჩვენი ერთა ლიგიდან, ესე ვთქვათ, 3-დან 9 არ გვექნებოდა ლიდერი, უკრაინასთან წაგებული იყო. მეორე ადგილზე გავიდეთ. მეორე ადგილის შანსი ჰქონდა ძალიან მყარი და მე შეიძლებოდა ვთქვათ უკრაინასთან განწყობა ბათუმის თამაში ჯერ დიდი შეცდომა მგონია მე ბათუმში დანიშნა ეგეთ შეხვედრის, დიდი შეცდომა მგონია თან იმ პერიოდში, იმ დროში. და მოკლედ ერთა ლიგას ჩვენ მიუდექით ესეთნაირად რომ აი ჩვენ უკვე გზაზე ვდგევართ და ვყალიბდებით როგორც დიდი გუნდი. ამ გადაცემაში ვიყავი მაშინ და ერთ-ერთი აზრი მაშინ, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვამბობდით, ის არის რომ ჩვენ ხვდებით მოწმე კარგი გუნდის დაბადების. მე ვთქვი ხორვატიის დონის გუნდად ვყალიბდებით და მე დამცინიან ამ ფრაზაზე. მე საერთოდ დანიას ვადარებდი. მაგრამ რეალობა აღმოჩნდა სამწუხაროდ და სხვა. ამ თვითშეგნებით, ამ ცოტა გადამეტებული თვითშეფასებით წარიმართა მთელი შემდგომი პერიოდი. მომზადების,
იქ თქვათ შეკრებების დაგეგმვის, იქ ფეხბურთელების ჩამოსვლის, სამწვრთნელო ესე ვთქვათ პროცესების, მოსამზადებელი პროცესების და აღმოჩნდა რომ როცა შერეალობას წავაწყდით, მე-20 წუთზე უკვე 3-0 იყო თურქეთთან. ანუ არასწორად შევაფასეთ ჩვენი თავი, სავარაუდოდ გადავაფასეთ ჩვენი თავი, ამას დაემატა ის რომ წარმოგვექმნა ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემები პირველ თამაშში და ვერ მოერია გუნდი ელემენტარულად, არ აღმოჩნდა გუნდი მზად იმისთვის რომ მოედანზე გადაწყობილიყო ისე რომ ბრძოლის უნარიანობა შეენარჩუნებია, თქვათ, მთელი თამაშის განმავლობაში. ეხლა ამ ამბანურ ჭეშმარიტებაზე რომ ბურთის დარტყმა არის, ფეხბურთის ამბანი, პასი არის, ფეხბურთის ენა და ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედებები არის ფეხბურთის ხარისხი, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ბანალურ მამდე მივედით რა. არა და ეგ გახდა სალაპარაკო, იმიტომ რომ მანდ უშვებთ ჩვენ შეცდომა. რაღაცა ასე ვთქვათ, მოქმედებებს ვერ აკეთებენ სწორად. ეხლა ამ დეტალებში ჩასვლა საფიქრო სწორია. ამას სპეციალისტები ბევრად ხო არა, ტაქტიკაზე ფეხბურთელების შემადგენლობაში გამოყვანა არ გამოყვანაზე ეს ისეთი დეტალებია, როდესაც აი სიტყვაზე ევროპის ჩემპიონატზე რო ხარ გასული და იტყვი რომ აი ვიღაცას რა ვიცი ბილარდოს შეეშალა, შეცვლა დააგვიანა და ეგ სხვა დონეა და ჩვენ ახლა ისეთ ადგილას აი რატო დაგვემართა ეს მიზეზი რა არის? მიზეზი არის ის კომპლექსურია მიზეზი. დაიწყო პროცესები გაიშვა იმით რომ ჩვენი თვით შეფასება იყო უფრო მეტი, ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო, დაგვეკარგა, გაგვექცა ეგ მომენტი რა. სავარაუდოდ მე ყველასთვის ცხადია და ცნობილია და არახალი ფაქტია ის რომ ახლა დიდი ტაქტიკოსი ვილი სანიოლი არ არის და ამით არც გამოირჩეოდა, უფრო იყო თქვათ ავტორიტეტი როგორც ფეხბურთელი და კარგი მოტივატორი რა. ესე უფრო იყო თქვათ. კი, შეიძლება ის ტაქტიკური მიგნებები გააკეთა, მაგრამ ну ახლა მაგით ცნობილი მსოფლიოში არ არის. ხო, ამით არ გამხდარა, თქვათ, ცნობილი მთელ მსოფლიოში, ხო? ეს პროცესი რო დაიწყო, მე ღრმავდება პროცესი და მიდის იქამდე, რომ ჩვენ ვკარგავთ ელემენტარულად იქ ფეხბურთელები არ თამაშობენ ერთად, აი ორი თანაგუნდელი ჩვენ ნაკრებში არ არის. ხო? ყოველდღიური შეხება არ აქვს. ესენი თანაგუნდელები იყვნენ ბავშვობაში, კაცო, იმის მერე გაიზარდნენ, პიროვნებები შეიცვალნენ. ევროპის ჩემპიონატმა პიროვნებები შეცვალა. წარმატებამ ხვიჩა კვარაცხელია შემთხვევაში, კვარაცხელია დღეს გასახდელში სხვა პიროვნება შედის, ვიდრე შედიოდა 22-ში და 21-ში. ის სხვა პიროვნებაა. მამარდაშვილი დღეს სხვა პიროვნება შედის გასახდელში, ვიდრე იყო, თქვათ, წინა მაშინ რა C ჯგუფში რა. ყველა კიტეიშვილიც რა ვიცი. ამას შესაბამისი ცვლილებები სჭირდება. მწვრთნელი არ აღმოჩნდა იმ მზად იმისთვის, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტიც სწორად ესე ვთქვათ გაეთვალა. აი ნაბახუსევიო რომ ამბობ შედეგი როგორ ხო ყველა ფრაზას უნდა მოусმინოთ ჩვენ რასაც ამბობენ. ეხლა მე არც ფეხბურთელი ვარ, არც ჟურნალისტი ვარ და საერთოდ არ მაქვს შეხება. ცხოვრებაში იყავი ჟურნალისტი. საერთოდ არ მაქვს შეხება იმ გუნდის შიდა, ესე ვთქვათ, სამზარეულოსთან. ხო, გარედან რაც ჩანს, იმას ვუყურებ. აი ხუმრობით ვიტყვი რა, გარედან ვარჯიშებზე ჩანს, რომ კარში ურტყავენ, ან კენწლიან ბურზა, ან კარში ურტყავენ და თამაში ამაში ვერ არტყავენ კარის ჩარჩოში ბურს. აი რანაირად შეიძლება ესა რა. ხო, ესე იგი პროცესი წავიდა, გაღრმავდა და მივიღეთ საბოლოო ჯამში ის რომ გუნდი არ არის მზად დაშლილია, აღარ არის ის მექანიზმი და ამას ამბობს თითოეული რა. დაიკარგა ნაპერწკალი, ჩვენ ისე ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს. ელემენტარული ეპიზოდები მოედანზეც, ყურეთ, გახსოვთ თურქეთის თამაშის პირველი წუთებია და 4 გადიან კი ორი დამცველის წინააღმდეგ და 0-0-ზე ხდება ეს. ხო, 0-0-ზე იყო ჯერ. დავითაშვილს რომ მიაქვს და დავითაშვილისკენ შეაგდო ყველაზე უარესი გადაწყვეტილება მიიღო იქ რაც შეიძლებოდა მიღებულიყო. ანუ რაღაცა ელემენტარული მომენტები გაქრა რა, აი მაგალითად ყოველთვის მოყავს ხოლმე ყიფიანმა რომ გადაუგდო შენგელიას პასი კედელს რო გადაატარა როტერდამში პირველი გოლი არ ჩათვლილი. არ ხედავს ის შემორბის და დამცველს უკან შემოურბენს და ეს ისიაგდებს ბურთს რომ ვერ ხედავს. ეს რა არის თუ არა გრძნობა? ხო? შესაბამისად ამათ ეს დაკარგეს ამ ბიჭებმა. უხილავი ძაფები გაწყდა. რა თქმა უნდა.
ეხლა ის კარგი მაგალითი არ არის, იმიტომ რომ ის იყო ეროვნული ნაკრები, რომელიც ყოველ დღე ერთად იყო. ეს არის ეროვნული ნაკრები, რომელიც წელიწადში 6 ჯერ იკრიბება რა. ეს არის სხვაობა რა. თუმცა საკმარისად იცნობენ უკვე ერთმანეთს, რომ ეგზაფები იგრძნობოდნენ. კი, რა თქმა უნდა. და გულახდილად თქვათ ეხლა რა, ჩვენ მაღალი კლასის ფეხბურთელი ბევრი არ აყვავს. არ აყვავს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი. თითებზე ჩამოსათვლილია ეხლა რო არ გამოვარჩიო რა. და საშუალო დონის, საშუალო ევროპული, საშუალოზე ნაკლები ევროპული დონის ფეხბურთელმა ვეღარ მოახერხა მოედანზე მდგომარეობის შეცვლა. დამთავრდა. წვრთნელმა ვერ ივარგა, შეცვლები ვერ გააკეთა, ტაქტიკა ვერ გამოიცნო, პირველ 20 წუთში რადიკალურად ცვლილებები ახალი ფეხბურთელები სწორად ვერ დაინახა და შემოიყვანა. ვერაფრით ვერ გებულობ იმ მოვლენას, რატო არის რომ იძახებს ამ ბევრ ფეხბურთელს, მოაკლებს ახალგაზრდულ ნაკრებს და აქ საერთოდ არ აძლევს თამაშის საშუალებას. არ მოყავს ფეხბურთელი იმ მიზეზით, რომ უთამაშებელია და მეორე უთამაშებელი გამოყავს, რომელიც რა ვიცი ახლა რა. ხო, და კიდევ მთავარი დამოვიწყდა, თითოეულმა ფეხბურთელმა ჩვენმა მოუკლო. აი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თითქოს კლუბებში გადანაწილდნენ, უკეთეს კლუბებში წავიდნენ, ამას ახლა ვერ შეაჩერებ ამ პროცესს, იმიტომ რომ ეს ოფითი, ოფაცხოვრებითი საკითხებია ესა. და იქ სადაც უწევთ თამაში აღარ უწევთ, სადაც მივიდნენ იქ თამაში აღარ უწევდებს. ხოჩორაშვილი აშკარად რეგრესირებს. აი გულახდილად ვთქვათ რა. დაკარგა სისტრაფე, დაკარგა ეს მე როცა დიდხანს აღარ გამოდიხარ მოედანზე, კაცო ელემენტარულია, სივრცეებს კარგავ რა. სივრცეებს კარგავ, მის დისტანციის შეგრძნებას კარგავ, გადაგილების სისტრაფის იუარჯიშო, თამაში მაინც ვერ ჩაგინაცვლებს ამას რა. და საბოლოო ჯამში მივიღეთ საფეხბურთო და არასაფეხბურთო კომპონენტებისგან შემდგარი პრობლემა, რომელმაც გუნდი დააბრუნა ღრმა წარსულში. აი სამედიცინო ენაზე რო გავაგზავნოთ საუბარი, ამას ვქეთ დამოკიდებულება, აი ბოლო სტადია რო არის. როცა დამოკიდებულებაში ხდება, მე მანიპულირება და ერთმანეთზე გადაბრალება და მივიღეთ წვრთნელმა გაიშვირა ხელი ფეხბურთელებისკენ, ხო ესე მოხდა. არ არის შორს ის მომენტიც, როცა ვიღაცა ფეხბურთელებიდან იტყვის, რომ უკეთესია ჩვენ ყავდეს უკეთესი მწვრთნელი. ეს არის უკვე ის, ესე ვთქვათ, საგანგაშო წერტილი, სადაც რაღაცის მოქმედებები უკვე რადიკალური ჩარევა საჭიროა. ჩვენ მოვისმინეთ, რომ არაფერი არ შეიცვლება ბატონებო და მომავალ წელს იქნება ვილისანიოლი გუნდის. კი, მოვისმინე. ამ არგუმენტებს გავიგებ. ქართველთან მიმართებაში გავიგებ იმას, რომ ყველა ხვდებით ვინ ქართველზეა ლაპარაკი, ხო? ავტორიტეტის დეფიციტი შეიძლება იყოს იმ ქართველის შემთხვევაში. და ამან შეიძლება ახალგაზრდა კაცია და ბევრი რამასვანაძეზეა ეს. ხო, რა თქმა უნდა. და ბევრ რამეში ხელი შეუშალოს მერე. თქვათ ახალი უცხოელი მოვიყვანოთ, იქაც ხვდებით ასე ახლა დიდი მწვრთნელი ჩვენთან არ წამოვა, ესე ადვილი არ არის, ვინც გინდა მოიყვანო. დაუცილებელია რომ ეს ხელი ტოპ-10-ში შედიოდეს. შეიძლება არ შედიოდეს ტოპ-10-ში, მაგრამ რაღაცას კარგი საფეხბურთო ბექგრაუნდი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ქართველებზე მუშაობს ეს ელემენტი. ჩვენი გუნდი არ გეჩვენებათ რომ გაიზარდა მწვრთნელ სანიოლს გაასწრო უკვე თვითონ მოთამაშეა და სამი ფეხბურთელი ყავს, ვინც შეიძლება ვიზა შეიძლება. აი, ეხლა გეტყვი მაგაზე, უყურე სამი ფეხბურთელი რო ყავს, სიტყვაზე გეუბნები მაშინ. გეთანხმები რომ ჩვენ არა ვართ გრანდი. ნუ დავიბრალებთ, აი ეს რო თქვი რომ გადავაფასეთ ჩვენი შანსები, შეიძლება მეც ვიყავი მათ შორის და გეკონა რომ ვართ გრანდები და არა ვართ გრანდები, მაგრამ ეს ერთა ლიგა ხო მიგვიჩინა ჩვენი ყალათა არის მეორე B, ხო? მეორე ყალათა. იქ შემთხვევით ხო არა ვართ, იქ არავითარ შემთხვევაში გადავედით და მე არ გავარდით. ანუ კი ბატონო. ჩვენ იქ გვეკუთვნის უკვე ყოფნა. ეხლა B ყალათის გუნდი მე ვფიქრობ, რომ შესარჩევი ქვეჯგუფიდან გასვლას უნდა გეგმავდეს და ფიქრობდეს. ჩვენ ხო არა ვართ D-ან C ყალათის, რომელიც მორიდებულად უნდა გამოდგეს. B ყალათის გუნდი ვინც არის, რა ვიცი, იქ მე ჩეხეთი, დანია, ვიღაცა ყველა გეგმავს გასვლას. ამასთან ეხლა მე ვერ შევეჯიბრები ჩვენ ბევრ გრანტს კარგი ფეხბურთელების, მაღალი კლასის ფეხბურთელების რაოდენობით, მაგრამ სიტყვაზე კოსოვოს, ალბანეთს და სლოვაკეთს რო გავეჯიბროთ თამაში, მე მგონი დიდი ჩამორჩენა არ გვექნება, იმიტომ რომ ეს გუნები გავიდნენ აქ მეორე ადგილებით, მშვენივრად გავიდნენ და მეორეც კიდე 1000-ის შემთხვევა ვიცით ჩვენ რომ
ვთქვათ იქ ისლანდია და ვიღაცები რომლებიც გადიოდნენ და ჯგუფში ტოვებდნენ ისეთ გუნდებს რომლებიც თანხობრივად და კლასით და ჩემპიონატების ჩამონათვლით ჯობდა იმ მომენტში და ეს ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. ნორვეგიის ნაკრები, რომელიც აგერ გამოდის, თამაშობს, რა ქვია იმას 4 გოლი 4 ნახევარი გოლი თუ რაღაც გააქვს თამაშის საშუალო და იტალიას 2 თამაშის ჯამში მოუგო 7-1. გასაგებია რომ ყავს იქ ჰალანდი და ბომბარდირი, მაგრამ ხა იტალიური ფეხბურთის კლასი და ნორვეგიული შედარება ხო არ გამოდის, მაგრამ რაღაცის გამო ხო ხდება ეს. უნდა მივიდეთ მაგზაზე პირველი მაგზაზე არის ბრძოლის უნარიანობა, რომელიც ჩვენ აშკარად დავკარგეთ. ბრძოლის უნარიანობით ჩვენი გუნდი რა ვიცი, აი ალბანეთთან დიდი კითხვის ნიშანი დამიწერია რა. ბოდიში დავის, მაგრამ მე დავამატებდი სიხარისეს დაკარგეს. აი ზუსტად მაგას ვამბობ. ბრძოლის უნარიანობა, ბრძოლის უნარიანობა ეს არის უყურეთ ბრძოლის უნარიანობა, ეს არის ემოციალურმა რო თქვა გაძღენო. აი უყურეთ რას ვამბობ, მეგობრებო. ბრძოლის უნარიანობა ეს არის ემოცია ფეხბურთში. დიახ. ფეხბურთში მუშაობს ემოცია, მუშაობს კლასი და მუშაობს ესე ვთქვათ ტაქტიკური მომზადება. ნუ რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ რა. თუ გაკლია შენ ვთქვათ ტაქტიკური მომზადება, ბრძოლის უნარიანობის ხარჯზე ძალიან ბევრი რაღაცის დაკაჩვა შეგიძლია რა. არგენტინის ნაკრები რა არის? კლასი და მებრძოლი სული რა. რა ახლა ტაქტიკა მქონია არგენტინას იმ ძველი ბიზინა არ არის და ვსარგებლობ რა. რა დავიცავ ბიზნეს ინტერესი. ხო, რა ტაქტიკური მონახაზები ქონია არგენტინას, ოდესმე ეს არის მაღალი კლასი, მაღალი დონის ფეხბურთელები და თავდაუზოგავი ბრძოლის უნარიანობა. და მარადონა. რა თქმა უნდა, ნუ ესა. ჩვენ არც მესი გვაქვს და ცოტა აქაც გვაკლია ბრძოლის უნარიანობაში, ხო? და ტაქტიკურიც გითხარით, ახლა ჩვენი მწვრთნელი არ არის საუკეთესო ტაქტიკოსი რა. შესაბამისად ვიღებთ შედეგს. თუმცა პესიმისტურად ნამდვილად არა ვარ განწყობილი. უყურეთ, ამ ფეხბურთელებს აქვთ ერთი თავარი, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ზრდა, რომელსაც ესე ვთქვათ, საფუძველი ცუდი არ აქვთ. და ჩვენ შორ პერსპექტივაზე უნდა გავთვალოთ. აი, ჩემი გადასაწყვეტი რო იყოს, ეხლა ამოცანა მაქსიმუმს დავსახავდი სოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას. 100 წელი უსრულდება სოფლიო ჩემპიონატებს 2030-ში. ქართველები სოფლიო მოვლენებს ჩამოვრჩებით 100 წლით დაახლოებით. სხვა სფერო რო ავიღოთ რა. ხო, 100 წლის თავზე ქართველებმა სოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ეს უნდა იყოს უპირობო ამოცანა ნებისმიერი მწვრთნელისთვის, ვინც მოვა აქ რა. იმიტომ რომ ეს თაობა შემდეგი სოფლიო ჩემპიონატის მერე უკვე წამსვლელი თაობაა და დამთავრებული ამბავია 19 წლიანები რასაკეთებენ კი ხედავთ. 17 წლიანებში რა ხდება? კი, მაგ თემას ყველა ნაკრებში ავარდნა აქ ერთიანად და გამარჯობა. ანუ ჩვენი ქართული ფეხბურთის მომავალი პირველ რიგში არის ამ ბიჭებზე ახლა დამოკიდებული რა. თორემ მე დიდი ხნის გიბრალტარს რო უფრო ნაკლებ გოლს გაუტან, ვიდრე წითელბარათს მიიღებ, ეს ნიშნავს რომ ისლანდიასთან და მე დიდი ხნის სტაგნაციას მივიღებთ. ამიტომ ეხლა არის აი ესეთი crucial point რო იტყვიან რა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. არ ვიცი, თუ ვინმე გადაწყვეტს სანიოლის დატოვებას, ხა ჩვენი პრეროგატივა ეგ არ არის. გადაწყვეტილია უკვე თქვენს რომ მაშინ პასუხისგებლობაც მეგობრებო, პასუხისგებლობაც სანიოლის დატოვებაზე. თუ ვინმე გადაწყვეტს მის შეცვლას, იქაც პასუხისგებლობა. რა თქმა უნდა, აგარ გამოვა მე რომ მე რა თქმა მე ეს გავაკეთე და ბატონო და ჩეკიდა პასუხისგებლობა ახსენეთ და პასუხისგებლობა რამდენჯერმე თქვენს რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას მაგალითად იქ არა მარტო მათ ხშირად ისმის ყვითლები ვერ დათვალეს და პასუხისგებლობას ვიღებთ იქ რაღაცა ვერ გააკეთეს პასუხისგებლობა რაში უნდა გამოიხატოს ეს პასუხისგებლობა ხო აი რა ეხ გამო მის თქვა მინდა მოგვისმენია ხო რომ გამო ელემენტარულად ვიღებთ პანდა რა შეცდომის აღიარებაც არის შეცდომარი ფორმა რა მარტო მაგაში რომ შევსკეთ და თქვა კიდევ არის ერთი მომენტი რომ ყველაფერი ხდება რაღაცა დროსა და სივრცეში ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი 29-30 წელში იქნებიან როდესაც იქნება მუნდიალი მსოფლიო ჩემპიონატი ანუ მათ გამოტოვეს საოცარი პერიოდი. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე ღრმად ჩაფიქრებულან ისინი. ანუ
ზუსტად იგივე რაღაც მოხდა, რაც დაემართა ჩვენ საკლუბო ფეხბურთს. ყოველწლიურად ივლისში ვიწყებთ, ივლისში ვამთავრებთ. და ჩამი-ჩუმი არის მის. ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდებიან ბოდიში და მოსიარულე საქართველოს ჩემპიონატს. ნემის თქმა მინდა, რომ რაც ბატონმა დავითმა თქვა, როგორ არ შეიძლება არ დაეცახო, მაგრამ სათანადო დასკვნების გამოტანის შეგრძნება არ აქვს. და ეს სიტყვა პასუხისგებლობის გზნობა რაღაც კონკრეტულ რეალურში უნდა გადავიდეს. რა არის ეს? მე ვერ გეტყვით. მე ის ვიცი, რომ ახლა საუკეთესო პერიოდია მომზადებისათვის, იმიტომ რომ მარტი და ივნისი არის თავისუფალი. იანვარში იქნება წილის ყრა, გვეცოდინება როგორი მეტოქეები გვეყოლება, იმის და მიხედვით უნდა დაიგეგმოს ასე ვთქვათ, შეხვედრები და ამ ორი ციკლით უნდა აწყოს მწვრთნელმა გუნდი. ეს იქნება სანიოლი თუ სხვა, ყოველ შემთხვევაში მწვრთნელს ეძლევა ამის საშუალება, რაც სანიოლს არ ჰქონდა 2016 წელს. იმიტომ რომ თებერვალში დაინიშნა და მარტში პირდაპირ თამაშები იყო. მაგრამ როგორც მე ვნახე, ამ ბრაზურასავით გადაეფარა იაშვილი და თქვა, რომ აქ ლაპარაკი ზედმეტიაო და უნდა დარჩეს სანიოლიო. ესე იგი ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, იმიტომ რომ ფედერაცია ნიშნავს სანიოლს და ჩვენ ველით მისგან, რომ კონკრეტულად გითხრას რა საპირებს, როგორ აპირებს. აი ეგ საკითხიც მინდოდა დამეყენებინა. არ გეჩვენოთ, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უბრალოდ თქვენთან ახლა გავდივარ კონსულტაციას. არ გეჩვენებათ, რომ ნაკლებად კომუნიკაბელურია გულშემატკივართან. ახლა გულშემატკივართ რომ ქუჩაში და ტრიბუნაზე კი არ უნდა ავიდეს, მაგრამ ჟურნალისტების მეშვეობით კაი ვთქვათ, ყველა ჟურნალისტი არ უნდა რაღაც ვიღაც 1-2 ხო არის რომ აარჩიოს და რაღაცა გულახდილისაური კითხვები, რაც საზოგადოებაში კითხვები ისმება, ხო? ცალმხრივის რო არ იყოს მარტო საუბარი, მონოლოგი, იქნეს გაცემული და რასაც სანდროობს, ვიცოდით, აი კი რჩება, მაგრამ რო რჩება, ეხა ეს რაღაც 7 კაცი უნდა გამოცვალოს, ან რა ვიცი, ტაქტიკა უნდა შეცვალოს, რაღაც უნდა გააკეთოს, რა ვიცი. მაგაზე მაქვს ჩემი მოსაზრება. უყურეთ, ერთადერთი სპორტის სახეობა, რომელსაც შეუძლია სერიოზული, ესე ვთქვათ, ემოციური მუხტი მოიტანოს ქვეყანაში, არის ფეხბურთი. გესახმების. დედამიწა რო აწიოს, რა ქვია, მაიმე, ტალახაძემ. ხო. დედამიწა რო აწია კიდე დედამიწაზე ყველაზე მძიმე აწია. არ დახვდება აეროპორტში. მართლა ესე მოხდება რა, იმიტომ შარშან მეც ვიყავი ოლიმპიადაზე და ერთად ვიმგზავრეთ და ნუ ხო ნახე რაც იყო რა. დედამიწა აწია იქა და 1000 კაცზე მეტი არ დახვდა აეროპორტში. ერთადერთი, რასაც ტექტონიკური ძვრების გამოწვევა შეუძლია ისეთ ქვეყანაში, განსაკუთრებით როგორც ჩვენია, არის ფეხბურთი. შესაბამისად, ნებისმიერი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არის, როგორ გითხრათ, აი ძალიან ხმამაღალი სიტყვაა შეიძლება ვალდებული, მაგრამ მისი მოწოდება უნდა იყოს, რომ იყოს კომუნიკაციაში ჟურნალისტებთან, გულშემატკივრებთან. ერთადერთი მწვრთნელი, ვინც აი მას რა ქვია, პრესკონფერენციებს ატარებდა ღიად და ამას უსმენდით, ყველა იყო ქეცვაია. მეტი გახსენდებათ ვინმე რა ესე ჟურნალისტებს ღიად შეხვედროდა და ისიც ვთავრდებოდა მე მით რა ქვია, სულ ჩხუბით და კაცი გამოწია და იყო ერთი ამბავი რა. ანუ ვალდებულია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომ ეს მომდევნო 2 წლიანი, ჯერ შეცდომა იყო ჩემი აზრით 4 წლით კონტრაქტის გახანგრძლივება ეს წალსახად. არა, ერთხელ თქვი პირადად მე ამ სტუდიაში 2+2 შედეგზე ყველაზე ოპტიმალური. შედეგზე ორიენტირებული კონტრაქტი იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა ეს 2 წელი რა თქმა უნდა ჩავარდა ფაქტი. ამიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ გამოვიდეს, ესე ვთქვათ, მოხდეს ეს შეხვედრა. როცა ემოციები დაცხრება, როცა შევხედავთ ამას ისე როგორც უნდა შევხედოთ, ეხლა განა რა მოხდა კაცმა რო თქვას, ხო, ესპანეთმა გაგვანადგურა და თურქეთმაც მოგვიგო რა, ნუ რას ველოდებოდით. მთელ ამ ისტორიაში საწყენი არის ის, რომ მაშინ რა ქვიან, ბულგარეთში როცა შეიძლებოდა, ვთქვათ, კარგ ნოტაზე დაგვესრულებია ეს ეპოპეა, ეს 2 წლიანი, იქაც გავფუჭდით რა, გავფუჭდით არა
იმ ანგარიშით და იმით, არამედ აი თამაშის ხარისხი არ იყო რა. ორჯერ დავარტყით კარებში. დათო, მე მესმის ხა ესპანეთთან რეალურად უყურებდით ყველა და არც მოგებაზე და არც ფრეზე ფიქრი შეიძლება არ ქონდა გულის სიღრმეში. ხა ისე არ ვიმჩნევდით, მაგრამ ხა იცი რა წვრთნელი როცა ხარ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები როა იმავე ესპანეთთან და გასაგებია იქაც დიდი ანგარიში დავმარცხეთ, მაგრამ გუნდი იყო მოედანზე ვიგებდით თამაში იბრძოდა იქ კიტეიშვილს ფეხი არ ტკენოდა იმ მომენტში და ანგარიში არ გათანაბრული იყო ტაიმს მოვიგებდით. მოკლედ მე ისე თქვა მინდა იცი რომ კაი ესპანეთს თავი დავანებოთ შევეშვათ ესპანეთს მაგრამ თურქეთის ნაკრებთან იცი რა ორივე მატჩი 0-3 ხო ჩვენ შეიძლება წაგვეგო ეგ თამაში თურქეთთან წავაგეთ ხო ჩვენ თამაში და არ დარწმუნებულები და არ შეურაცხყოფილები არ გამოსულართ იმ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს ვინც ეთამაშებოდა ხო 11-ვე კაცი იყო რაღაცის დამტკიცების სტადიაში. მაგას გეუბნები რა. მამარდაშვილი ამტკიცებდა რომ კარგი დიდი მეკარია. კვარაცხელია იბრძოდა ნაპოლის შემადგენლობაში, ჯერ კიდე ნაპოლის ფეხბურთელი იყო და იქ თავის დამტკიცება სჭირდებოდა. მეცში თამაშობდა სრაფიან მიქაუტაძე და იმასაც თავის დამტკიცება სჭირდებოდა. აი ის გუნდი მუხტი რატო იყო განსხვავებული ის სხვა გუნდი იყო სხვა მოტივა სხვა ემოციური შივრები იყვნენ ხო თქვა სტადიონმა მართალსაც გეტყვით ეხლა მე და ბიძინა სანამ წავიდოდა და აქედან კიდე არის უკვე ტექნიკა იმ დონეზე სანდრო გაუგზავნეთ ერთმანეთს ძველი შესარჩევის ფრაგმენტები მეც რაღაც ვიპოვე იმას და ეხა იტალიის ნაკრები რო აქ ჩამოდიდა და ჩვენ რო იქ ვეთამაშებოდით ამ ესპანეთის ნაკრებს შემადგენლობით მაინც ბევრად ჯობდა ვარსკვლავები ეხა ვისაც შევხვდით რა ბევრად აღება ისეთი ვარსკვლავები არიან რომ ხალხს დღემდე მათი პოსტერები სახში უკიდია და არა მაგას ეხა კი არ ვადარებ რომელიც მოგიდა მაგრამ ჩვენი თამაშები რო ვნახეთ კი წასაგები წაგებულიც რაღაცები მაგრამ გუნდი მოედანზე რო არის, მიდიან და ატყუებენ და აბა გოლის გატანა და იქ ხან მეკარემ გადაარჩინა და ხან არ გაგვიმართა და ხან პენალტები დაგვინიშნეს ტყუილი და მოკლედ იმდენი რაღაცა იყო ემოცია და შენი დასამახსოვრე ამდენი წელი გავიდა და გახსოვს ხო ეს ფეხებში გატარებული ბურთი აჩიკოსი და იქ ეცბაიას ფინტები და იქ ბოლოს ტოლდომ რო აუღო და ინდივიდუალური კლასის ხარჯზე ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის იზავენ რაღაცას. არც შიში იყო, ცითამამეც იყო, ცოტა აგდებულათაც ატყუებდნენ და ეს რაღაცები გვინდა რომ დავინახოთ რა. კვარაცხელიას რეიდები მინდა დავინახო. ზურიკომ რომ აქ ახალგაზრდულში ჰოლანდიის ნაკრები რომ დააწვინა მთელი გუნდი მოედანზე ბურთს რო ფეხი არ დააკარა ისე და კარში შევიდა ეს მინდა ანუ ეს რაღაცები გაგვიკეთებია და რახან ის გუნდი გავიხსენე სვანაძეზე ვიტყვი რომ კი გეთანხმები რომ შეიძლება ეს განხილვად ღირს თორე ეს არ ნიშნავს რომ ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მე რას ვამბობ ის ხალხი რო ხა მაგასაც მიაწყდა დიდი კრიტიკა და ლანძღვა რომ აი წააგო საბერძნეთთან და წააგო გერმანიასთან. ხა გერმანიასთან წაგებაზე დიდი ლანძღვა არც ერთს არ შეხვედრია საქართველოში და რაღა ეს უნდა იყოს და მეორე კიდე ის საბერძნეთი უბრალოდ ქვეყანა საბერძნეთი რო გონია თორე გადახედეთ ხალხო 4-0-ებს და 5-0-ებს უგებს ყველაზე ამ გერმანიასაც გერმანიაში 3-2 მოუგო და ჩვენი და ბერძნების ახალგაზრდული გუნდების დაპირისპირება რომ ნახო სულ 3-0-ს გვიგებდნენ თურმე და რაც შეეხება ახლა სვანაძეს ხო ეს არ გეგონოთ თქვენ რომ ერთი და იგივე ხალხს ავარჯიშებს ამდენად მესამე თაობას კრიბავს და წარმატება იყო ზუსტად იმ წელს როდესაც ჩვენ ყავდა ზურიკო და მამარდაშვილი და კიდე მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო აზაროვი რა ვიცი ხო მაგრამ მეორე გუნდი უკვე ჩვეულებრივი კვალიფიკაციით გაიყვანა კი აი რას გეუბნები ახლა უყურე პირველში მოხვდით მასპინძლები პირველად მოხვდით მან და გაგვიყვანა ჯგუფი და რა ჯგუფიდან გაგვიყვანა ხალხო ხო გვახსოვს მეორეში ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე გავედით იქ თავის ხორვატიაში ჩადენილი გმირობით და ყველაფრით ხო გავედით და წუთნახევარში ვიდექით ფრანგებთან ხო წუთნახევარში ვიდექით ის ანუ და მოხდარიყო ან არა ეგამო ეხა იცი რა გაითვალისწინეთ ხალხო რომ ამ სვანაძეს შეზღუდული არჩევანი აქვს ჯერ ერთი ირჩევს რაღაც ასაკობრივი ცენზიდან
მეორე ირჩევს იმ ასაკობრივი ცენზიდან იმ მოთამაშეებიდან, ვინც არ წაიყვანა ეროვნულმა. აგერ არ თქვენ რომ იყავთ და არც იქ თამაშობენ და არც აქ და ვილის ეჯ და სათადარიგოს მესამე კიდევ თავარს გეტყვით საქართველოს ჩემპიონატი არა ვარ ჩვენ საქართველოს ეხა ბრაზილია და პორტუგალია რომ ყველა თაობა ერთნაირად კარგი იბადებოდეს აქ და ყველა თაობაში ამოდიოდეს 5-5 ვარსკვლავი ანუ შესაბამისად სადაც იყო სანდრომ აბსოლუტურად ობიექტურად თქვა დიდი თაობა ის გაიყვანა იქ და მე არ იყო ისეთი თაობა მაგრამ ჯგუფიდან გავედი და არ არის ეხა ის თაობა ვაღიაროთ რეალურად წავიდეს და გერმანიას მოუგოს და ჩრდილოეთ ირლანდიასაც ვერ მოუგო და ეხა უბრალოდ ეხლანდელი გუნდი ეხა ორივე თამაშს უყურე ახალგაზრდებს უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა რა იმიტომ რომ უკვე დაწყებული იყო ეს ეროვნულის ესე ვთქვათ პრობლემები და მაინტერესებდა ეძებდი შენ უახლეს სვლას პირველი ბერძნებთან პირველ ტაიმი წავაგეთ აი გამოგონილი ორი გოლით გამოვიგონეთ ჩვენ კარში გამოვიგონეთ პენალტი და ხელში გაუვარდა ხო ხელში გაუვარდა მეყარეს პირველი ტაიმი მაგრამ თავარი ამ ისტორიაში რა არის ახალგაზრდულების არის ის რომ ეს ბიჭები თამაშობენ ეროვნულ ჩემპიონატში და იმის მეორე ლიგაში რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ელემენტარულად ინტენსივობას ვერ უძლებენ იმ ფეხბურთის გერმანიის ნაკრებთან მეორე ტაიმი ერთი გუნდი თამაშობდა მეორე იყო მაყურებელი იმიტომ რომ იმ ინტენსიურ ფეხბურთს ესენი ვერ უძლებენ და პრაქტიკულად გაქრა ახალგაზრდული ნაკრები მეორე ტაიმში რა იგივე იყო ბერძნებთანაც კი თითქოს იქ რაღაცა ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე სადღაც ვიღაცა მომენტი შექმნა პენალტი დაინიშნა ვერ გავიტანეთ მაგას ფსიქოლოგიური მომენტია ეგეც ასე დროს პენალტი უნდა გაგქონდეს სულ ის რო იყო 15 წლის რა თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო მერე ხო და ამას ვამბობ რა რომ უყურეთ ჩვენი ფეხბურთის პრობლემები არ არის მარტო ეროვნული ნაკრები და არ არის მარტო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფეხბურთის პრობლემები არის ძალიან სიღრმისეული არ არის ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი საიდანაც ელემენტარულად ერთ კაცს ვერ წამოიყვან რომ ეს ბერიაშვილი საერთოდ არ გამეგონა ვინ იყო აი წინა დღეს გამოიძახეს და მაშინ უსვენდი აღარ მახსოვს სადღაც და ეს რა ქვია MTK ბუდაპეშტი MTK ხო ეს MTK ხო როგორ არ მახსოვს ხო წარეთ ხო და ეს რა ქვიან ბერიაშვილი არც გამეგონა და ხო არ შემეშალა მეთქი რაღაცა სხვაგვარი ხო არ არის თქო რა ანუ ჩამოიყვანეს ფეხბურთელი 27 წლის ანუ 27 წლის ისე გახდა რომ არც გამიგია ახლა მე შეიძლება არა ვარ საუკეთესო სპეციალისტი ფეხბურთის მაგრამ რაღაცა მინახია და რაღაცა მესმის რა რაღაცა ესე ვთქვათ ქუჩაში დასალაპარაკებელი ფეხბურთი მესმის რა მაგრამ შეხედეთ 27 წლის ფეხბურთელი თამაშობს უნგრეთში ჩვენ არ ვიცით და საქართველოში არ აყვავს ალტერნატივა ანუ საქართველოდან ვერ რო გაყვეს ფეხბურთი ხო ეს გოგლიჩიძე ხო თბილისში დაიმტრა კაცო ხო შეიძლება და თბილისიდანვე ვიღაცა დინამოში თამაშობდეს ვიღაცა და იმ საღამოსვე გამოიძახო და არა დაგეწიოს იქ ბულგარეთში ჩამოვიდეს ხო ლოგისტიკური მომენტებიც ხო მნიშვნელოვანია რა ხო და არ აყვავს ელემენტარულად არ არის ეს ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კიდე ნუ რა vicი ახლა რა მაგაზე რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე ხო ეხლა ბატონმა დავის პერსპექტივა არ ჩანს ასე ვთქვათ ორი პადაჩა მომაწოდა რა პირველი ეს არის ინტენსივობა რომელიც მე მომხდა ყურში და ეს მე ძალიან მაფიქრებს იმიტომ რომ ესეთი დაბალი ტემპით თამაში განივი ფეხბურთი ყოველგვარი კრეატივის გარეშე ბოლოს მეკარებთან მისვლა უკვე გამოვალ მდგომარეობაში ეს ჩვენ ნანახი გვაქვს ძალიან ბევრჯერ რაც ჩვენ ვნახეთ ბულგარეთთან მე ვერ ვნახე რაღაც ისეთი როცა აუცილებელი იყო რაც შეეხება მეორე პალაჩას ეს არის საკლუბო ფეხბურთი მე აი გულწრფელი ვიქნები რა ვერ უყურებ საქართველოს ჩემპიონატს იმიტომ რომ ჩემი საფეხბურთო გემოვნება ბოდიშვიხტი ამ პარტავნულად ნუ ჩამიცვლით მაგრამ ძალიან ცდება იმას რასაც ესენი აკეთებენ და არანაირი დასკვნები არ გამოვართ მე ამათ უყურებ ივლისიდან ივლისამდე შეიცვალა თუ არა რამე და ჩამოდის ვიღაცა ტალინის გუნდი რომელიც არც არაფერს არ წარმოადგენს და თურმე ჩვენ სადა ვართ ჩვენ სარკეში ჩაგვახედებენ ივლისში
და მე ამ ბიჭებს პატარები არიან და ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდებიან თავის კომფორტულ ზონაში, რასაც საქართველოს ჩემპიონატი ქვია. და აქედან გამომდინარე დისტანცირებას აკეთებს ფეხბურთის ფედერაცია. პირდაპირ კობიაშვილს ნათქვამი აქვს, რომ საკლუბო ფეხბურთიო კიო იძახის, სიმართლეს იძახის, ობიექტურად იძახის, მაგრამ დისტანცირდება ამისგან, იმიტომ რომ ეს არის კერძო ეს არის მესაკუთრეების და ისინი წყვეტავენ ამას. თან სახელმწიფო კიდე ფულს აძლევს. ხო და აგერ ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ ჩვენი იდენტობის, ჩვენი გამაერთიანებელი არის ფეხბურთი. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ დამჟდარან ორი ექიმიო თავის საქმეს მიხედონ რა ფეხბურთთან აპარაკობენო რომელი სპეციალისტები ყავს. ხო გაქვთ მოხდილი არ ეკუთვნის ბატონო ფეხბურთი მარტო არ ვიცემებთ ბატონო. ფეხბურთი ეკუთვნის მთელ ქვეყანას. იმიტომ დავდივართ იქ და ზოგიერთი ადამიანი ცხოვრობს ამით. ზოგიერთი ადამიანი ინფარქტითაც კი შეიძლება გარდაიცვალოს იმდენად გულთან ახლოს მისატანი სიტუაცია. სანდრო, თქვენ კი სიტყვას გავაგრძელებ. ექიმობისას მოგახსენებთ ჩემო ბატონო, რა ვიცი ახლა ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ სიყვარულს ვერავის ვერ აუგრძალავ. ჩვენ არც ვიჩემებთ სპეციალისტობას კაცო. ბევრი სპეციალისტი ფეხბურთის რაღაცა ამბების ცოდნაში შემეჯიბროს და მზად ვარ. ხო და უყურეთ, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის პრობლემა რაშია რა? იქ არის ძალიან დიდი შრომა საჭირო. ძალიან დიდი შრომა და ძალიან მრავალმხრივი შრომა. ის არ არის მარტო მწვრთნელი 4-2-4, 5-3-2 და ასე შემდეგ. ეს არ არის. ის უყურეთ, ის არის პირველ რიგში გამართული სადამფუძნებლო სტრუქტურიდან დაწყებული კლუბები როგორ არის მთელ სოფლიოში. ჩართულია მაგალითად ლივერპულის ქალაქ ლივერპულს ყავს 2 გუნდი. და ეს ქალაქი არის ორ ბანაკად გაყოფილი. ესეა ბევრ განახლად მომაყოლებთ. ერთადერთი პარიზი არ არის ეგეთი. ხო, ის ბუენოს აირესი და ლონდონი კიდე გამოჩნდა ეგაც მეორე. უყურეთ, და ჩართულია ყველა იტალიაში იყო მე მგონი ერთი პატარა პიცერია არის აღარ მახსოვს რომელ ქალაქში ვიყავი და ვერ დავიჩემებ, ბერგამოში აღარ მახსოვს. პატარა პიცერია, რომლის სარეკლამო ის აწერია გუნდს არც თუ ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მაისურზე და არის აქციონერი ამ გუნდის და ეს პიცერიის მეპატრონი არის ჩართული ამ საქმეში და იქ თქვათ ეს რა ქვიან ლანჩის თემებშია ჩართული ეს რაღაცა საუზმე ყავის ხო ხტებით ანუ თუ გუნდის სადმე მიდის ლანჩბოქს ხო აი გუნდის საქმიანობაში ჩართულ რატო ხდება ესა ეს არის აკუმულირება ყველა რესურსის ერთ სპორტულ კლუბში რატო საფეხბურთო კლუბში იმიტომ რომ საფეხბურთო კლუბს შეუძლია მოგიტანოს ესა რა ქვიან დიდი სახელი და რეკლამა და რა ვიცი ყველაფერი რა არ შეუძლია ჩემო ბატონო იგივეს გაკეთება ძლეოსნების რა ვიცი ახლა მორბენალი რამდენი უნდა ირბინოს იმან რა ამიტომ არის ყველა ქვეყანაში არა იქაც ჩაერთოს დათო სხვა სპორტის სახეობებსაც ახლა ჩვენ ხო ვაჩვენებთ მაისურზე ტრუსებზე და იქ დაწერა რაც შეიძლება ადგილი არ აქვს იმდენი სპონსორი ლევან არ ვაკნინებს სხვა სპორტებს ხო არა ვიცი შეიძლება მაგრამ შეხედე ფეხბურთია ის ჩვენ ქვეყანაში მაინც რა რა თქმა უნდა ნომერ პირველია და ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება არც ერთ ქართულ ბიზნესს ადრეც მithქვამს არა აქვს იმის რესურსი გაისროლოს 10 მილიონი დოლარი სიტყვაზე ვერ გაარტყას ეს რა ქვიან ვერ გამოიცნოს ტრანსფერი და გადაყაროს ეს 10 მილიონი ვერც ერთი ბიზნესი ვერ გაუძლებს საქართველოში. ვერც ერთი ბანკი და არავინ არ მითხრა სხვანაირად რა. ჩვენთან საჭიროა კონსოლიდირება. კონსოლიდირება რომ მოხდეს, უნდა იყოს სადამფუძნებლო სტრუქტურები ღია. ანუ ღია, ეგ თქვა კობიაშვილმა ერთ-ერთ თემაში, რა ქვიან, ინტერვიუში. ვოცნებობო, რომ ბევრი კომპანია იყოს აქციონერი იმაშიო, რა ქვია. თქვათ ერთი კლუბის და იქ იყოს მუნიციპალიტეტის ჩართული ისა და ეს გახდება სააქციო საზოგადოებები, სადაც მართვა იქნება კორპორატიული. ფეხბურთში შედეგს ვინ აღწევს? ან ოვერპეიმენტით, რაც გააკეთა, რა ქვია, პარი სენ-ჟერმენმა, ძალიან კაი კაცია ეს. სხვა შორის წელს მომეცა საშუალება და შევხვდი კლუბურ ემაზე, მაგარი კაცია ძალიან. კლუბების სოფლიო ჩემპიონატი რო იყო სიეტლში. ხო და ესე იგი პარი სენ-ჟერმენმა რა გააკეთა? უზარმაზარი თანხა დახარჯა და სადღაც მიიღო შედეგი რა. იგივე არ იყო ჩვენთან პატარკაციშვილის დროს. იგივე არ მოხდა თბილისის დინამოში.
ან არის overpayment, ან არის ფანატიკოსი, ხესუსხილი გახსოვთ? როგორ არის? აი ფანატიკოსი ფეხბურთის. მას გამოგახთი ატლეტიკოს გულშემატკივარი, იმ ატლეტიკოს. იგივე არ იყო ჩვენთან რაღაც პერიოდის. ჩადო რაგბში თან და დადო შედეგი. კი ბატონო. თქვათ, კი ბატონო, ჩვენ ფეხბურთშიც გვინახავს ახლა უცებ აღარ მახსენდება ის, მაგრამ ფეხბურთში უცხრეს რომ უარი უცხრეს. და ან არის მე კორპორატიული სისტემური მართვა. რასაც აკეთებენ ტალინში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ეს ნორვეგიის გუნდი რო არის, ბოდოგლიმტი. რა არის, ეგ არის კლასიკური სოფლის გუნდი, სადაც დარწმუნებული ვარ, არის ღია საზოგადოება, სადაც არის ბევრი აქციონერი, აკუმულირება ხდება თანხების. შეიძლება 100 ევროა შეტანილი. ხდება თანხების აკუმულირება და ის მერე იმართება კორპორატიული წესრიგით რა, დამთავრდა ეს რამე ფილოსოფია კი და მოხდა რაღაცა თაობა გამორჩეული მოთამაშეების და იმ მოთამაშეებმა დადეს შედეგი. 100 წლის მერე ბოდოგლიმტი არავის არ ემახსოვრება, დარწმუნებული ვარ. ხო, რეალ მადრიდი ხო ვერ გახდება კაცო. ამიტომ სწორი მართვა არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ხალხო, რომ ამ მკვდარი წერტილიდან უნდა ამოვიდეთ, ახლა როდემდე უნდა ვბრუნდებოდეთ იგივე ხა იმ გერმანიის მოგზაურობის ჩემი ცხოვრების იცი თქვენ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი რა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი აი ესეთი ნათელი ეპიზოდია რა ეს კაშკაშა ეპიზოდია გერმანიის ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა რა რატომ უნდა ვიყოთ სულ რაღაცის მოლოდინში მაშინ როცა ჩვენ ფეხბურთის ნიჭი ჩვენ ნაციას აქვს ნამდვილად აქვს ნამდვილად და კიდევ ერთი არის მნიშვნელოვანი რომ აი მართალი გითხრა ხანდახან მეწოდება რა ქართველი მართლა როგორც გულშემატკივარი საკლუბო ფეხბურთი ჩვენ არ გვაქვს იმიტომ რომ ევროპული მასშტაბის ნებისმიერი საშუალო დონის გუნდი ჩემპიონს უგებს სანაკრებო ხდებით და დაღმასვლას ხედავთ და ვერ ხედავთ რომ ვიღაცამ დასკვნა გამოიტანა და სამომავლო რაიმე იმედები გქონდეს. დავრჩით ლეგიონერების გულშემატკივრობის ამარა პრაქტიკულად და ჩვენ ველოდებით რომ თითოეული კაცი როგორ გაეწყინათ, როდესაც ჩვენ ყავს ქვეყანა, რომელიც არის უზომოდ შეყვარებული ფეხბურთზე. და ბოლოს ერთი საინტერესო მომენტი მინდა გითხრათ რომ ალიომა ყარაბაღი რო შექმნა რა ეს იყო იმ გათვით მართალია ცოტა აზერბაიჯანელი მაგრამ ქვეყნის სახელით ყარაბაღი გამოჩნდა პოლიტიკურად მომგებიანიც და საფეხბურთოთაც მომგებია. აზერბაიჯანის დროშა ახატიათ მაისურებზე. დროშა, კი, არც ერთ კლუბს არ აქვს თავის ქვეყნის დროშა. აი, ერთი გუნდი მაინც რო შეიქმნას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის მასშტაბზე, ამაზე ყველა მერცაც უნდა ვიფიქროთ და არ არის საჭირო დისტანცირება ფედერაციის, არც მთავრობის და ასე მით უმეტეს რომ მთავრობა დღეს ძალიან გამოხატავს სიყვარულს ფეხბურთისადმი. თანხას ხარჯავს მარტო სიყვარულს მილიარდი ლარი ხარჯება. სხვა სპორტის სახეობებშიც და იმიტომ გვაქვს ბევრი წარმატებები, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა, როცა მთავრობას თუ ქვეყანის სპორტი არ აინტერესებს, შედეგი ჩათვალეთ, რომ არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენთან აი ვეთახვები დათოს რომ ბიზნესმენები ჯერ ერთი არ არიან იმ დონის და იმ ხელა შესაძლებლობების რომ ეს ფულები ისროლონ მართლა ესე და არანაირი გათვლა და არანაირი იმედი იმისი გარანტირებული წარმატების რო არ გექნება. მეორე კიდევ არის ის რომ არა გვაქვს იცი ჩემი აზრით რისი კულტურა არ არის აი ამ მცირე ბიზნესებს გულისხმობ ეხლა რომ აი უცხოური პატარა გუნდები რო არიან ეხლა მე არ ვედრები ეხლა იქ სიტის და პარის სენ-ჟერმენს და ამათ არ არიან სხვა სპორტებშიც ავიღოთ ქვედა ლიგებში იგივე გერმანია ახსენა და ავსტრია და ისე დააკვირდით რამდენი სპონსორი აწერია თითო გუნდს ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა მილიონს უხდის იქ რომელიღაცა სასტუმროს სახელი აწერია და შეკრებაზე გუნდი რო გადადის იმ სასტუმროში ის 10 ნომერს უფასოდ აძლევს იქ ძეხვის ფირმა რო აწერია ის ლანჩბოქსებს რო წავა თამაში ავტობუსით ან აეროპორტში გაატანს იქ რო აწერია რაღაცა სპორტული ამუნიციას ის ჩააცევს იქ ვიღაცა ბურთს მოუტანს ანუ იმათ ეს იმაზე გათვლით კი არა აქვთ რომ
აი ხა მე ჩემს რაღაც ავტოკალამს დაურიგებ და ესენი ვაჩუქებ რომ რაღაც დაწერონ და მე ამ ავტოკალამს დაინახავს ვიღაცა რომ უჭირავს ავსტრიულ კლუბს და ამიტომ მე ბიზნესი აყვავდება. არა, ის იმიტომ აკეთებს ამას რომ რაღაცა ფულს რო შოულობს, ვალდებულად ის რომ ამ ქვეყანაში სადაც მას ფულის შოვნის საშუალება მიეცა, თავისი წვლილი რაღაცა შეიტანოს და ჩართულია ინფორმაციაში. მე კარგად დაიძინოს კმაყოფილმა რომ მანაც ქვეყანას რაღაც სიკეთე გაუკეთა და ეს არის ისე რომ მე ფული ვიშოვე და თქვენ რატო უნდა მოგცეთ და ან მაშინ გინდა თუ არა ეს გუნდი მთლიანად ჩემი გახდეს და არ არის ეგ მოთხოვნა. ის თავის საყვარელი გუნდია და იცის და მივა სტადიონზე შეიტანს ამ პატარა წვრილს. ვიღაცა ბენზინს ჩაუსხავს ავტობუსში და რაღაც ესეთი თემებია რა. ხო ფაქტია რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე ბილეთები ერთხელ დავაპირე ინტერნეტით ყიდვა და ვიყავი 73500 რაღაცა და ნახევარსაათი აღარ იყო რაღაცა რიგის ეს ნომრით რა და ესპანეთის ნაკრებთან არ გაიყიდა ბილეთი. აი უნდა მეკითხა ესპანეთის ნაკრები. რასთან გვაქვს საქმე? შეხედეთ ისი ბრალი? ჩემი აზრით ეს არის რა, ჩვენ გვიყვარს წარმატებასთან ასოცირება. ყველა გამარჯვებაზე გასახდელში შევარდნა აპა ბიჭებთან სურათი გადავიღოთ ისა და როცა წააგებენ რაღაცა ფლათ ესეთი ამბები არ ხდება რა. წარმატებასთან ასოცირება, როცა გუნდი კარგად თამაშობს, ყველას გვინდა რომ ამ წარმატებასთან ასოცირებული ვიყოთ რა. როცა ოდნავ რაღაცა ირყევა, ესპანეთის ნაკრებზეც არ გაიყიდა. მე მახსოვს ის ესპანეთის ნაკრები რო ჩამოვიდა, აი ინიესტას და ნიკოლიდელი. მაინტერესებდა რა ვარჯიშზე მივედი, აი უბრალოდ როგორ ვარჯიშობენ მეთქი რა. და სავსე იყო სტადიონი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე. იგივე იყო გერმანიის ნაკრები რო ჩამოვიდა. სავსე ტრიბუნები ვარჯიშზე. იტალია. ხო, ანუ ქართველებს ფეხბურთი გვაინტერესებს. ამ ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზეც მივიდოდა მაყურებელი, მაგრამ არა, შენი წარმატება რო აღარ არის არა გაქვს რა ეს აი წარმატებასთან ასოცირებული ნუ ამჟამად თამაშზე ბატონ დავით ცოტა მე ცოტა ალტერნატიული აზრი მაქვს სწორია ეს რომ წარმატებასთან ასოცირება მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას არ გინდა შენი უსუსურობის ნახვა ეგეც არის ეს არის კატასტროფა რომ შენ თავიდანვე იცი რომ უსუსურე ხარ და ამის განცდის შეგრძნება იწვევს რომ შენ ეს არ ნახო შენი თვალით მე ვფიქრობ რომ ესე წარმატებასთან ასოცირება რატომ მოვიყვანა იცით აი ლევანის თემა მინდოდა გამეგრძელებია ყველა პატარა კომპანია თავს ვალდებულად ჩათვლის რომ მონაწილეობა მიიღოს წარმატებაში რა თქმა უნდა ეს იქნება მოტივატორი აი ვიღაცა ყავის მწარმოებელი რომელმაც უნდა მიაწოდოს ყავა გუნდს ყოველ დღე თავს ჩათვლის ესე ვთქვათ პასუხისმგებლად იმაზე რომ მისი საქმე იყოს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული რომ ეს იქნება პატარა აგური იმ გუნდის წარმატება ხო არ არის გარანტირებული რომ მიდიხარ როცა ჩართულობა ეგ მენტალიტეტი არის აი ამ მცირე ბიზნესებში არა მარტო მენტალიტეტზე არ მე ჩემასოეთი მაგას სისტემური მიდგომა ქმნის ხდებით აი სისტემური მიდგომა ქმნის როცა აქციონერებად შეიძლება იყვნენ ფან-კლუბის წევრები. ეგრეა ბარსელონაში კაცო. ვი არჩევნებია ჩეულებრივად. ხო, ბარსელონაში ეგრეა მე როგორც ქვეყანაში ნოუკამზე დავდიოდი წლები. რეალშიც და მანდაც. როცა მყავდა მეგობარი იმის, რა ქვიანი, ფან-კლუბის ერთ-ერთი, ნუ სტატუსიანი ტიპი იყო და თავის პირადობას მიტოვებდა იმასთან ერთად. საშთან ერთად რა. იმის საშვით და იმის პირადობით დავდიოდი ახლა ვინ შეგამოწმებს იმ კარებში შენ დავით კილაძე ხარ თუ ხესუს ვიღაცა რა ხო და აი ეს უნდა იყოს ესეთი ჩართულობა როცა იქნება მაშინ ნელ-ნელა მე არ გეუბნებით რომ ჩვენ არა ვართ ბრაზილია ჩვენ არა ვართ ქვეყანა სადაც ყოველი მეორე ბავშვი ვარსკვლავი შეიძლება იყოს რა არა ვართ ეგეთი ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროსაც სამი გუნდი არ შეგვეძლო შეგვენახა ორი გუნდი ესე შევთანხმდეთ აი საქართველოს ჩემპიონატი ხო საქართველოს ჩემპიონატი დირტაში თბილისის ტრიბუნებზე იბერია თამაშობს და დინამო თბილისი ხო სარიელი ტრიბუნების სარიელი ტრიბუნები ბევრი აქციონერი რო ყავდეს ბატონ სანდრო იბერიას და ბევრი აქციონერი იმას ის აქციონერები შეავსებენ მე სხვა რამის თქმა მინდა უყურეთ ივლისში მოდის ევროთასები ივსება ასე თუ ისე ტრიბუნები
წარმატების მოლოდინში, ხო? ეგებდა მე ვიყო თანამონაწილე ამ წარმატების. ხო. მოდის გაცრუებული, იმიტომ რომ ვიღაც გაუგონა წლების განმავლობაში ხედავს ესენი ბრუნდებიან თავის ზონაში კომფორტულად ცარიელი ტრიბუნების არავინ არ აყავს ოპოზიცია ასე ერთი წელი ითამაშებენ ასე ერთი წელი ითამაშებენ კიდე მოლოდინი და სიჩუმე არავინ არ არის ყველა ოცნებობს მე მაგის გაგრძელებად გეტყვით უყურეთ დღეს ძალიან ბევრი ბავშვი მიდის ფეხბურთზე მე დარწმუნებული ვარ მე სწორად ისდებიან ეგ ბავშვები აი ფეხბურთის სიყვარული რა თქმა უნდა არის აქ დიდი დოზით რა თქმა უნდა არის ის რომ ევროპის ჩემპიონატის მერე ტევა აღარ იყო ბავშვების ამ სპორტულ კლუბებში კაცო ვეღარ ერთი დინამოში ვიყავი ამასთანავე და აი სავსე იყო ეს არა ქვია ვერ ღებულობენ ბავშვებს ვერ იღებდნენ ბავშვებს ეს ერთის მხრივ არის ის რომ ეს ბუმი საფეხბურთო გამოიწვია ნაკრების წარმატებამ ძალიან მაგარი ამბავია და მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთს განიხილავენ მშობლები როგორც პერსპექტივას კეთილდღეობის ჩვეულებრივი ამბავია ესეა ოჯახური ბიზნესი რაღაც მოტივაცია ეგეც მეორე მოტივაციის საგანია ხო ყველანი აი ძალიან ბევრია ხო ვიცით კაცო ეგ სალია წავიდა ჩავიდა ეკა და ჩასული არ იყო გაიწვიტა ეს რა ქვიან კუნთი და ვერც ვარჯიშობს ვერც თამაშობს და ნუ რა ვიცი ახლა რა მაგას მე მგონი ჯობდა საქართველოში და დავაშკაცებული ადრე წავიდა და აგერი ხა ბრუნდება უკვე ხო ანუ რას ვამბობ რა რომ ახალგაზრდები ყველას უჭირავს თვალი გაქცევაზე რაც მალე წავა უცხოეთში აქაც ფედერაციის საქმე არ არის ან რა ვიცი მე გაკეთდეს რაღაცა პროფესიული ლიგა რომელიც ჩაატარებს ამ ჩემპიონატს არ ვიცი რაღაცა საორგანიზაციო მე ხوار გავაკეთებ კაცო მე ვარ ნეონატოლოგი პროფესიით რა ჩემი საქმეა ეს განზე გადგომა არ არის ის ვინც ფეხბურთში ტრიალებს იმის ვალდებულებაა ეს რა თქმა უნდა ამიტომ უნდა იყოს მოტივატორები უნდა გავაჩინოთ რომ ხალხი მეტად ჩართული იყოს ფეხბურთში როგორც ფუნქციურად ისე ფინანსურად მეტი ხალხი იყოს ჩართული და მეტისთვის იყოს ესე ვთქვათ ყურადღების საგანი ეს პროფლიგაც ხო პროფესიონალები არიან ყველგან ხო თითქმის ყოფილი ფეხბურთელები შეიძლება ვინმე ჩვენმა ვეტერანებმა ვთქვათ იგივე იმ 90-იანების თაობა არის ხალხი რომელსაც დიდ კლუბებში უთამაშიათ რაღაც გამოცდილებას დაუგროვებიათ ხალხის მოძებნა შეიძლება არა სიტყვაზე ვინმე კი არ მოძებნობს კაცო თვითონ თავიანთი ინიციატივით გაერთიანდეს რაღაც ჯგუფი ერთმანეთთან და თუ არ მოიძია ისე ხო და მანდ მივდივარ და ეხა იცი რა დათოს თქვენს არ იყოს ხა დათო რომ მივიდეს ვინმესთან რომ მე ლიგა უნდა ჩამოაყალიბო და სპონსორობა ვინ დაუჯერებს და ვინ ემდობა და ეხა რომ მივიდეს სიტყვაზე რა ვიცი მე კინკლაძე არველაძე ცხადაძე ასე შემდეგ მე ნამდვილად არ ვიცი რა ხდება თაობას ვამბობ მე ხა რომ არც ცოტა ისეთ ასაკშიც იყვნენ რომ შეეძლოთ კარგად მუშაობა და მეორეც იყვნენ წარმატებულები და შეხედეთ ნიშნულოვანი კომპონენტი კიდევ არის აზარტი. აი აზარტი ახლა ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟია და ამბობს ხოლმე სულ რომ ჩავატაროთ ამიერკავკასიის ჩემპიონატი. ნუ ახლა ამ უტოპიურ ცნებებში მე თასებზე ევროპის თასებზე როგორ უნდა გავინაწილოთ გასვლა ხო? არა ეს დამატებით ტურნირად იყოს ბალტიის თასი ტარდება მაგალითად. მაგრამ აზარტი უნდა გაჩნდეს შიგნით ეროვნულ ჩემპიონატში. წარმოვიდგინოთ ერთი წუთი სიტუაცია, დავბრუნდეთ 70-იან წლებში. ჩავიდეთ 73 წელს, 74-ში, 75-ში, როცა ქუთაისის ტორპედოში თამაშობს შენგელიაც, თამაშობს კოსტავაც, თამაშობს გაბელიაც, თამაშობს თენგიზ სულაკველიძე და თამაშობს ზაურ სვანაძე. და არ მოყავთ ესენი თბილისში. აი წარმოვიდგინეთ სიტუაცია. ზაურ სვანაძე მაგდროს ჯერ მე მგონი არ თამაშობს, მერე დაიწყო და ეგრევე წამოვიდა მერე. ფესტვენიძე იყო და მაგარი გუნდი იყო. დავკაც გავაკეთებთ რა. ზაურ სვანაძე ისე შემოვიდა გუნდში. გეგონება დაბადებულია. კი, შეხედეთ ქუთაისიდან რო არ წამოსულიყო ეს ბირთვი დინამოში. ხო მეორე მაგარი გუნდი იყო საქართველოში. თბილისის დინამო ხო არ დაკარგავდა მაშინ თავის 76 წელს რამდენი ქუთაისელი იყო, ბევრი არ იყო, ხო სწორია. არ დაკარგავდა, მაგრამ შეიძლება 91-ის დონის გუნდი არ ყოფილიყო. წარმოიდგინეთ სიტუაცია რომ მაშინ არ არის საბჭოთა კავშირი და თამაშობთ ეროვნულ ჩემპიონატს. ხო.
ორი თანაბრძოლოვანი გუნდი ყავს. რითი არ არის აზარტი ესა, ხო? რითი არ არის კლასიკო თქვათ იმათი. აი არ ვედრებით. ინტერი და მილანი. ხო, არ ვედრებით იმათ, მაგრამ რითი არ არის? იქ რაღაც პერიოდებში ბათუმიც გააკეთებდა მაგალითად. შესაძლებელია ჩვენთანაც გაკეთდეს იგივე. თუ აზარტის ელემენტს გავაჩენთ, თუ სატელევიზიო გადაცემები გაიყიდება, თუ ფული გაჩნდება ელემენტარულად. სატელევიზიო იქით მივიტანეთ ფული და გამოვყარეს. რატო? იმიტომ რომ არ აინტერესებს არავის რა. თუ ეს მომენტი გაჩნდება, ეს ფეხბურთელი გაიყიდებაში რას გულისხმობ რომ იყიდეს სიტყვაზე Sky? არა, აბა სილქს უნდა დაყიდვა და გამოვიდა და. ხო და რატო მე ხო სტარი ამბავია. პასუხი არ ვიცი სიმართლე. პასუხი რო არ ვიცი, ეგ არის უბედურება რა. ეგ არის უბედურება ზუსტად. შეხედე, როცა აზარტი არის და როცა არის დაინტერესება, თქვათ არსებობს პროფესიული ლიგა, რომელიც რაღაცა თანხაზე ათამაშებს ეროვნულ ჩემპიონატს რა, მნიშვნელოვანი სოლიდური თანხებია ესა რა. მაშინ ჩდება ფეხბურთელს მატერიალური ინტერესი ქვეყანაში უჩნდება და აღარ გარბის სალია 16 წლის ასაკში მაშინ რა ქვია. რა თქმა უნდა, ეგ არ გვინდა ხო? რა ვიცი მე ახლა ის 16 წლის ბიჭმა ცხოვრების სტილი უნდა შეიცვალოს, კაცო. ჩვენ ჯარში გვიწევდნენ ჩემ ახალგაზრდობაში და სერიოზული სტრესი 18 წლისას 16 წლისას არა. ანუ არ არის ეგ ადვილი ამბავი რა. შესაბამისად ჩვენთან ჩდება აზარტი, ჩვენთან იწყება მე არ გეუბნებით რომ ხვალ გვექნება ბარსელონა რეალი აქ არ იქნება ეგა რა. არც გვინდა. იცი რას გეტყვით? არც რა ქვია ურუგვაის ჩემპიონატი სპარტა სლავია არის ბარსელონა რეალი რა და არა არის დერბი ხო? არც ესეთი ხელის ჩაქნება რომ ჩვენ საკლუბო ფეხბურთს არაფერი არ შველის და არ ეშველება საბოლოო ჯამში იმ აისბერგის მწვერვალზე მოგტეხავს კისერს რა. მე ხა ხშირად წინა წლებში დათო ეხა ბოლო წლებში არ ვიტყვი წინა წლებში როცა აი 2000-იანების პირველ ნახევარში ვთქვათ ხო იგივე კარგი ტორპედო რო იყო ჩემპიონიც ხდებოდა დინამო შუშაკის მოსვლის მერე მოძლიერებული იქ ლოკომოტივში კარგი ფეხბურთელები ლომაია სირაძე მახსოვს მე შენი ისტორია ხო და ეგ პერიოდი რო არის მაგ დროს იცი რა ქართულ დერბი მატჩებს რო უყურებდი მე ხო ტორპედო დინამოს ან დინამო ლოკომოტივს ან ვიღაცა ეგეთ დონის დაპირისპირებებს და ამავე დროს ხშირად უყურებდი ხოლმე თქვათ რა ვიცი მე რაპიდი აუსტრია მინახავს თქვათ იქ ბაზელი young boys-ი ხო რო გითხრათ რომ მაშინ აი მკვეთრად ცადა დედამიწა იყო ხარისხში მოგატყუებთ უბრალოდ ცადა დედამიწა იყო შეფუთვაში 24 კამერა, იქ სტადიონი მოვლილი, იქ ტრიბუნაზე ხალხი, იქ სარეკლამო ბანერები, გაფორმება, ანონსი, ასე შემდეგ, ყველაფერი. დანარჩენი სათამაშო ხარისხით არ ვიყავით უკან. რასაც სამწუხაროდ ეხლა ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოს ჩემპიონატის რაც თქვა, სამ როგორ ფეხბურთი როგორ გვიყვარს ეხლა ხო ყველამ იცის და ეს არ არის მოგონილი და ის შემთხვევით რო არ უყვართ თავის პროფესია, მაგრამ იქ რო უნდა ეგრე ხო არა ვართ არა და მიყვარს ძალიან და ნებისმიერი თამაში წამსული ბავშვების თამაშებით და დიდების დამთავრებული, მაგრამ აი საქართველოს ჩემპიონატის თამაშები ხა ისეთია რომ უბრალოდ ფეხბურთის სიყვარული თუ უყურებთ ინტერესი არ იწვევს ჩემში. კი ბატონო. მე თბილისის დინამოს რა ვიცი როგორი გადაკლული ფანი თავის დროზე იმ ეპოქის ახლა არ გამოვირჩევი სხვისგან, მაგრამ ხო რაღაცა თქვა ვინც მიცნობს იცის თბილისის დინამოს თამაში თუ არის დღეს შემთხვევით ვგებულობ ან ხშირ შემთხვევაში არც არ ერთ გებულობ მე აი მაინტერესებს თბილისის დინამოში როცა იღებენ გინდა ლეგიონერს გინდა ჩვენს ხო იცის თუ არა რა მაისური აცვია იცის თუ არა ამ კლუბის ისტორია არსებობს თუ არა ფილმი იმაზე რომ შეიყვანონ და აჩვენონ ის 1976-დან 82 წლამდე პერიოდი. არ არის ეგრე. აი აზარტი, ინტერესი, რაღაცა ხონა ნახოს სად მოვიდა ეს ადამიანი. არ არის სამწუხაროდ ხონა გაითავისოს ის ატმოსფერო, სადაც მოუწევს მას ცხოვრება. როცა დინამოში მომეწია მუშაობა და ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელიც დაწინაურდნენ დინამოში რო ვკითხეთ 91 წლის დინამოს შემადგენლობა ვერ დაასახელეს. აი ეხლა კარგი გახსენებაა და თურქი ფეხბურთელი იყო 50-იან წლებში ესე კი გაგონილი მქონდა ახლა ვეღარ ვიხსენებ გვარს.
რომელიც თამაშობდა ფიორენტინაში. ძალიან ისეთი მძიმე პირადი ცხოვრება ჰქონდა რა, თურმე არ ვიცი ახლა საიდან მოცოდნო და ფეხბურთელი გაგონილი მქონდა რა. გადავუღიათ ფილმი ახლა ამაზე. ეს ფილმი მთავრდება თურქეთის ნაკრები ხდება უნგრეთის დიდ გუნდს, პუშკაშის გუნდს და იგებს 3-0 და 2 გოლი ამას გააქვს. ესე დამთავრდა ფილმი. ეს ისტორია არ ვიცოდი, აღშფოთდი რომ ეს არის ტყუილი. ხო. და თურქები იტყუებიან. მე მოვკითილი ვინებე მოვიძიეს გვარი მახსოვდა ხა ვეღარ გავიხსენე. მოვიძიეს და მართალია. მართლა მოუგეს პუშკაშის უნგრეთის დიდ გუნდს მოუგეს 3-1 და 2 ბურთი გაქვს ამას გატანილი რა. აი რა წამოწიეს ხო ხვდებით? რა ისტორია წამოწიეს 50-იანი წლებიდან. ახლა გადადით 50-იან წლებში. ახლა იმათ ერთი ყავდა ჩვენთან რამდენი იყო ეგეთი. ხო? ანუ ყველაფერი უნდა მე იმას კი არ ვამბობ, შეიძლება ფეხბურთი საერთოდ გაინტერესებდეს რა. აი არ მაინტერესებს და არა, მაგრამ მაისური რო გაცვია. ცხოვრობ ფეხბურთის გარეშე. მისეცო ეს მაისური უნდა იცოდე. ხო, აი რას ვამბობ, იცი რომ ქვეყანამ გამოაცხადა რომ ჩვენ ცხოვრობ ფეხბურთის გარეშე ძმაო. ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან ნიჭიერმა მე ჩემი იყოფნის პერიოდში რაღაცაზე გაბრაზა შეცვალეს თუ რაღაც და ეს რა ვქნა კაპიტლის სამკლაური მოიხსნა და დააგდო ძირს. რაღაც პერიოდი დისკვალიფიკაცია გამოუწერეთ შიდა კლუბმა და არა ვინმე და მე აუხსენით რომ შენ კლაუზე მომული რაღაც ნაჭერი კი არ დააგდეო შენ ამით შეურაცხყოფა მიაყენე ჩივაძეს მაჩაიძეს იამანიძეს და რა ვიცი მე ვისაღარ ხო ეს ეკეთათ იმ ხალხს და ღირსეულად ატარეს და შენ რომ ამას აკეთებ ნიშნავს რომ ამით იმათ ხსოვნას ზოგის ღირსება ზოგის რა ვიცი მე სპორტულ კარიერას და ყველაფერს აი ესეთი შეურაცხყოფა მე როგორ უნდა დააგდო ის ძი წარსული ცხოვრება არ ვარ გამარა წარსულის პატივისცემა გაძლევს იმის ენერგიას თანამედროვეობაში ბევრი დახარჯო და მომავალში მიიღო შედეგი დანიის ნაკრებს რო ვახსენებთ ჩვენ დანიის ნაკრებმა როცა გამოჩნდა აი პირველად მოუგეს 79 წელს ინგლისში უემბლიზე 0-1 იმას რა ქვია ინგლისის ნაკრებს სიმონსენმა გაიტანა ის გოლი რა როცა გამოჩნდა ჩემთვის პირველი დაცკი დინამიტი აი დანიური დინამიტი იყო ეგ თამაში მანდ რანა პოინტი ეგ არის 92-ში მოიგეს ევროპის ჩემპიონატი. თუმცა 84-ში უკვე გუნდი ყავდა. 13 წელი მიდიოდნენ ევროპის ჩემპიონობამდე. მანდაც ვერ მივიდოდნენ. 84-ის გუნდმა. მანდაც ჩემთვის პლაჟიდან იუგოსლავიაში ომილოდნენ უბრალოდ 82-ის გუნდ, 84-ის გუნდმა, 86-ის გუნდმა. 86-ში სიმონსეს პირველივე თამაში ფეხი მოტეხა. 8 წლის გუნდმა. ხო ვერაფერი ვერ მოახდინა. ესპანეთს სადაც გადაეყრებოდნენ 86-ში ცუდი გუნდი ყავდა 86-ში ესპანეთმა დაღუპა 84-ში ესპანეთი გადაეკეტა და 88-ში თუ 90-ში იქაც ესპანეთმა გადაკეტა ესა რა ქვია სამჯერ ზედიზედ მოუგო ესპანეთმა ერთხელ 5-1 მოუგო ერთხელ პენლებით მოუგო და ერთხელ 3-2 მოუგო უყურეთ მიდიოდა წლები იქამდე ესე უნდა მოხდეს ჩვენთანაც რა ესე უნდა მივიდეთ სადამდე ხო დანია მივიდა ევროპის ჩემპიონობამდე ოკეი თანახმავართ რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები შეიძლება ვერ გავხდეთ და არ არის ახლა ეს ილუზიებში ცხოვრება, მაგრამ სადღაც მეოთხედ ფინალში იმ ევრო თასის მინიმუმ სოფლიო ჩემპიონატზე ამ გუნდმა უნდა ითამაშოს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ერთ-ერთი ტურნირიდან, ერთ-ერთი აი ესეთ შესარჩევი ტურნირიდან ჩვენ მოუხვდებით. რომელიღაც ადრეც მithქვამს აქ, რომელიღაც ტურნირზე მოუხვდებით. ანუ მინდა დავეთანხმო, რომ ჩვენი მიზანი არის ვიყნევთ მონაწილე ამ დიდი პროექტში. მაგრამ ესი არ გამოვა მეგობრებო. საიდან ვიყოთ მონაწილე? საკლუბო ფეხბურთში ჩვენი აპოფეოსი არის კონფერენს ლიგა. დღევანდელ კონფერენს ლიგას რო გადახედოთ, არა თამაშებია ისეთი 13 ჩემპიონია. 36 გუნდიდან. ჩამოგითვლით დაახლოებით ხორვატია, ისლანდია, ირლანდია, პოლონეთი, მაგრამ მათ შორის არის გიბრალტარი და მალტა. მათი ჩემპიონები. ჩვენი არა ვართ. ერთა ლიგა არის ნაკრების ისა, რა ქვია, ასე ვთქვათ. თუმცა ეხლა B დივიზიონში რო ვარ ცოტა გართულდა აქედან გასვლა. იმიტომ რომ B დივიზიონი და შესარჩევი შეიძლება ერთი და იგივე დონის იყოს.
გააჩნია წილი ხარ როგორ იქნება. პლეიოფების წვილები ხო მივიღეთ ახლა უკვე ეს 8 წვილი რო გვაქვს. იქ თუ დააკვირდით ერთა ლიგიდან C-ლიგის გამარჯვებულები არიან 4-ვე გასული წინები ზედასაფეხურის ისედაც გავიდნენ და გადანაწყვინაღამ დეზე გადავიდა კიდე იქ რაღაცა ისეთი აბსურდული ამბები წაეგო დიდი ანგარიში სამწუხაროდ სამივე მოდი ახლა უცბად სანამ ხო გვაქვს დღეს სამსაჯო ამბები სანამ ადმივართ უცბად ისეთი თამაშები იყო რომ აი მაგალითად შოტლანდია დანია რო არ ვანახოთ ახლა მაყურებელს საოცარი მატჩი იყო რა ეს მაკტომინეი რომელმაც ამ შოტლანდიის ნაკრებში გახსნა ანგარიში და მე ვნახოთ ახლა ეს ფრაგმენტები ხო იცი რა დანიის ნაკრებმა დააბრალოს თავის თავს აგერ დღეს ხშირად ვილაპარაკეთ ბელარუსთან დაკულების დაკარგვა იქნებოდა ახლა ასეთი მატჩის წინ და შოტლანდია დიდი ხანია არ ყოფილა დიდ მსოფლიო ჩემპიონატზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა შინო მებრძოლები არიან და რა ვიცი სისხლს დადებდნენ იქ და მოიგებდნენ ამაში ეჭვი სეპარებოდა ოფსუს ცდიდნენ მაინც ერთი თვალს იგებდნენ მე არ ვიცი ახლა დაშას ეს მომენტი აქვს შეტანილი თუ არა იქ მე პენალტის ეპიზოდზე რაღაც კითხვები გამიჩნდა მე ხო ძალიან ისეთი უცნაური პენალტი დაინიშნა ჩემი აზრით ხო ამ მატჩის წინ საბერძნეთში წააგო უმოტივაციო საბერძნეთთან შოტლანდიამ და აბსოლუტურად სუსტმა და უმოტივაციო ბელორუსმა ართვა ქულა დანიის ქულები დანიას ხო აქ გაათანაბრა ანგარიში ჰოილუნდმა პენალტის ნიშნულიდან არა დანია მოხდა პლეიოფში მე ხო მაგ პირდაპირ შეეძლო ბელორუსისთვის მოეგო და ამას აღარ ეკნებოდა ამ პლეიოფში გავიდა მაგრამ შოტლანდია უკვე ოფიციალურად იქ არის შემდეგ უკვე 2-1 იგებდა შოტლანდია და თითქოს ამით ყველაფერი დამთავრდა იმიტომ რომ დანია თან 10 კაცი იყო კრისტენსენი გააძევეს ფრე აწყობდა დანია ხო დანია და მოხდა ისე რომ გაუთანაბრეს მეორეჯერ 91 წუთზე და გამოვიდა ისე რომ მაინც გადიოდა მაგრამ ბოლოს მაკინის გოლი ტირნის გოლი დაწინაურდა ცოტა გაუსარიმე მოვლენებს აი აქ გათანაბრდება ახლა ანგარიში ასეთი არეულობა და მარტივი დარტყმა და თითქოს 10 კაცით არიან დანიელები და მაინც წავიდნენ წინ და გაათანაბრდნენ. ცოტა დროა ახლა პრინციპში 10 კაცი დანია არ ნიშნავს იმას რომ 9 წუთი რჩება აუცილებლად გაუუტან. მაგრამ ხო ეს თავიანთი მებრძოლი ხასიათი შოტლანდიელებმა ამ თამაში გამოავლინეს. არ იყო ცუდი გუნდი. ჩვენ ჯგუფშიც იყო შოტლანდიის ნაკრები, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ჩვენ სხვათა შორის. ისევე როგორც ნორვეგია, რომელიც ახლა ყველას ანგრევს და შოტლანდია ორჯერ ყავს გამწარებული, ორჯერ ჩავტოვეთ ჯგუფში. არა, მე ბოლოს ვიძახი. ბოლოსაც იყო კი. ბოლოს ვერ მოუგეთ. ბოლოს ვერ მოუგეთ კი, ერთ-ერთზე დრო გავყავდა. იქ წვიმაში მოგვიგეს და მე ახაც. ხო, იქ საშინო წვიმაში მოგვიგეს. აქ კვარაცხელიამ გაიტანა 2. არა, არაფერი დანია უკეთესი გუნდია, უბრალოდ ხასიათი, აი ეს თამაში გლაზგოში რო იყო, ეს იყო აი რა ვიცი, მე-12 კი არა, მე-15 მოთამაშეა იქ რა მაყურებელი. ბატონო. ანუ ემოციური კომპონენტი. არს გააცოცხლებენ რა. გააცოცხლეს კი 93 წუთია და 2-2-ია და ვერ გეტყვი ხა რომ მომენტზე იყო, მაგრამ ეს ხო იცი ამეთი ჩაგდებები და ამათი მიწოლა და აჰა, კარში თუ არ დაარტყი გოლი როგორ გავა. და ის კი კიდევ ერთს გაუტანენ. კი, ბოლოს იქ მეკარე რო იყო ჩასული. ასეთი იყო რამდენიმე მატჩი და მინდა ეს სამი შეხვედრა ვნახოთ. ირლანდიის მატჩი. ირლანდიის მატჩი სასაული და იტალია ნორვეგიები და ვნახო, იმიტომ რომ ხალხს აინტერესებს ნორვეგიას რა ჭირს ამის 4 გოლზე ნაკლები რო არ გააქვს ახლა. ჰალანდი. და ნორვეგიამ ევროპაზე ვერ ითამაშა, ჩვენ ვითამაშეთ. ხო, ნორვეგიამაც რამდენი არა რომ არა, ორი დასკვნები აკეთეს ახლა. ჰალანდი ყავდა 2 წლის წინ რა, ეხლა ვერ მოხდა. ხო. ხო, ვერაფერი, მაგრამ იქ დაცვის პრობლემა გამოასწორა, იქ აი ზუსტად ეგრე არის თამაში. დაალაგეს თამაში, ვიზე უნდა აეწყო. ჩვენი პრობლემა არის საფეხბურთო კომპონენტებზე მეტი მუშაობა საჭირო რა. ნახავდა რა. ფაქტია რომ ის ბოდოგლიმტიც ეგრე თამაშობს, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ბევრი გოლები გააქვთ მათ კარში. ფიზიკურად კარგად მომზადებული, დაალაგებული თამაში აქვთ ახლა. აჰა, ესეთი გოლიც ვიხილეთ. არა, მოლი გაუნა. კასპერს მეიხილის. კასპერს შეარწყვინა მამა.
იგივე შოტლანდიაც ხა ესე უცებ არ მოსულა აქამდე. ყველაფერი ესეთ ნაბიჯ. ერთი პერიოდი იყო აგერ დათო შოტლანდიის გარეშე სოფლიო ჩემპიონატი არ ტარდებოდა. და ისინიც გვახსოვს ჩივაძის და შენგელიას გოლები არ გვახსოვს შოტლანდიის ნაკრების კარში 82-ში? ერთ-ერთი ჩემთვის სასიამოვნოდ მოსაგონარი მატჩია ჩემპიონატის ისტორიიდან. კარგი, ეს მატჩი ვიხილე და მოდი ახლა ვნახოთ აი ეს უნგრეთი ირლანდია ვნახოთ. დრო თუ არ გვეყოფა, მე გადავიდეთ საჯებზე, იმიტომ რომ ვნახოთ უნგრეთი ირლანდია ესეთი საოცარი ამბები მოხდა, ჯერ იყო და დაიწყო ეს თამაში იმით, რომ უნგრეთმა გახსნა ანგარიში მესამე წუთზე და თან ფრე აწყობდა. აი აქ აწყობდა ფრე მასპინძე გოლი. სობოსლაის პასი ლუკა პლეიოფში თუ არა? ბაში პლეიოფში კი? პლეიოფში. კი. შედეგით ლივერპულის ფეხბურთელების გათამაშებული კუთხური სობოსლაი კერკესი და შემდეგ თუ თამაშგარი არ არის ლუკაშის გოლით. არა, უნგრეთი ვერ მოხდა. ვერ მოხდა. საერთოდ ვერ მოხდა. ისე ყველაზე იოლი გზა თურქებს აქვს ამ ეს იყო მეორე ადგილზე თამაში. ხო, მეორე ადგილზეა თამაშიდან პორტუგალია გავიდა. კი. არა და იმ პორტუგალიასთანაც უნგრეთი კარგი იყო. ირლანდიაც ბოლოს უკვე მოუგო პორტუგალიას და ამ ირლანდიასთან უნგრეთი 2-0 იგებდა იქ. და 2-2 ითამაშა და აქაც ორჯერ იგებდა და ბოლოს წამზე წააგო ორივე თამაში და შესაბამისად ხა აიმსახურა იმათმა და ბოლო წამები იყო რაღაცა ეს საოცრია. ხო, ჯერ 2-1 რო გახდა, უკვე თითქოს ამოისუნთქეს. ან ეს არ არის პირველი ტაიმია 2-1 და ჯობდა თამაშით, რაც თავარია. პირველ ტაიმში აშკარა ჯობდა და კიდევ წინ გავიდნენ და ისეთ შეგრძნება იყო, რომ მე ფრე გვაწყობს, ამათ ნახე ხა რა უქნათ. აი ესე თამაშობდი და არც მეორეში არ იყო. სადღაც 70-ე წუთი მიდიოდა და არ მოჩანდა იმის ირლანდიის რაღაც შანსები, მაგრამ აქ ყავდათ სამაგროდ პაროტი, რომელიც ალკმარის თავდასხმელია. ხო და ორი გოლი 7 ნომერი, ხო? ბოლო ორთავში ორი გოლი პორტუგალიას გაუტანა იმას. 5 გოლი გაიტანა. და 3-დან 3, იმას 2-დან 2 და ამას 3-დან 3. ბოლოს 3-ია. ესეც მაგრა შეასრულა ეს დარტყმა. ეს ძალიან კარგად და ის ბოლო იყო ფანტასტიკური. უნგრეთიც რამდენი წლის მერე დაბრუნდა ფეხბურთში, აბა? ო, დაბრუნდა კი. აი ჯერ ამას ხო კარგი მიღება უნდოდა და მე ესე გადაგდება ოხტათ არ იყო ეს ისეთი მომენტი რომ არა შესრულება უნდოდა ძალზაბად. და 2-2 კიდევ არ იყო ეს კატასტროფა უნგრეთისთვის, თუმცა ეს იყო სიგნალი რომ ამი არ მოხდარიყო და ბოლო წამებზე მეკარეცო წინ არის გამოსული და ყველა წინ რა ცენტრთან არის გამოსული და იქიდან აკეთებს პასს. აი ნახეთ. უკვე დამატებულ 5 წუთსაც გადაცილებულია და აი ესეთი გოლი გადის. ვა! ისევ ეს ბიჭი იტანს ჰეტრიკი შეასრულა. ეს თქვენი ერედივიზიონი. ხო, არა, რა ვიცი. ალკმარის ეს ხო არ არის PSV, ფეინორდი ან აიაქსი. ალკმარის არა, ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. სობოსლაი ლივერპულში და ეს ნახევარი უნგრეთი ბუნდესლიგაში და იმაში არის. კარგი, მე ხა დრო რო არ გამექცეს და კიდევ იტალია, ნორვეგია აღარ ვანახოთ შენ აჩვენე თუ გინდა უცებ ჩვენს. მართლა? იმიტომ რომ ხო, აი ნორვეგია ვნახოთ იტალიის გულშემატკივრებს გული მოუკვდებათ, იმიტომ რომ წუთ ნახევარში გაიტანა 2 წუთი. კიდევ არის საშიშროება, რომ ისევ ვერ გავიდნენ რა. 12 ხა დიდი მნიშვნელობა იტალიის და გამოვა 18. წარმოიდგინე რომ იტალიის ნაკრების გარეშე დაკანონდება ჩემპიონატი. თავისთავად ორი ჩემპიონატი გამოტოვეს. ორი და ახლა მესამეს გამოტოვეს. 12 და 18 წელი გამოვა. იტალიაში ვისაც ამაშება ლევან იტალია?
იტალია ეხა ეთამაშება ჩრდილოეთ ირლანდიას. ხო, მაგრამ მე შემდეგ მაქსში გამარჯვებული უელსი ბოსნიას. იმედი მაქვს რომ იტალია სახში ეთამაშება? კი, იტალია სახში უწევს თამაშები. ნუ ყველა კანონით უნდა გავიდეს რა. აქ თან სტრაფი გოლი გაიტანეს. გზა არის შედარებით ადვილი, თორე დანარჩენი მესამე უგებდნენ 62 წუთამდე და მე უცბად დაიშალნენ. ნორვეგიას мотиваცია არ არის, თქვათ ესეც. არა და ყველას გამოდის და utans გასულია, რამდენსაც უნდა იმდენ გოლს იტანს რა. მაგრამ მარტო ჰალანდი ხო არ იტანს არა ხა აქაც არის სამი დიდი კლასის ფეხბურთელია. ხო რა. უბრალოდ ის დანარჩენი საშუალო ვინც უნდა ავსებდეს, ისინიც მაღალ დონეზე თამაშობენ. აი რაც ჩვენ გვაქვს. სოლოტის მაღალი დონის მოთამაშეა არ არის? ხო. ну 3-4 ვთქვათ რა ჩვენზე. უბრალოდ მეტი რა. ესე იგი 3 გუნდი დაბრუნდა სოფლიოზე 98 წელს რო ითამაშა იმის მე. ნორვეგია 98-ის მერე აღარ უთამაშია. იცი რა, შეიძლება ნორვეგიას უფრო მეტი ყავდეს ტოპ ლიგებში უფრო ჰალანდი გასაგებია, მაგრამ იცი რა ვითამაშია ეგეთ ვარსკვლავსა და არ ამგონია საქართველოში დღეს თუნდაც იმ შემადგენლობა რო ვთქვათ რომ არ არიან ყველა ტოპ მოთამაშე, მაგრამ რამდენიც არიან იმათ იმედად, აი ნორვეგიასთან თამაშის ის არ უნდა გქონდეს განწირულები, რატო უნდა? არ ვითამაშეთ, ეხლა შორი ბევრი დრო გავიდა. ხო და მაგას რომ ვარ ეხლა წელს უყურებთ ამათ თითქოს შეგვაშინეს რა გაისათ ან სადმე ჯგუფში რო გადავეყაროთ რა უნდა ვთქვათ რომ ნორვეგია მოგვიგებს? არა, უნდა ვიბრძოლოთ ყველასთან. ესპანეთის ჩათვლით. ესპანეთი შეხვდება და მე პოზს დავტოვებ, ეგ არის? და ძალიან კაპიტულატორია რა. ხო, რა ვიცი. ამდენად სერიოზული განცხადება იყო მაგაში უბრალოდ ჩაუთვალოთ უნდა. ხო. მე მგონი მაგან და ბრაზილიის ნაკრები ვეღარ იგებს თამაშებს, კაცო. ბრაზილიის ნაკრებმა წააგო იაპონიასთან, ვერ მოუგო ტუნის. ის გავიდა კოროსაუ გავიდა კამოვერდე დიკატოკატი წელი და მანამდე გუსიდინგი იყო ჯანმრთელობამ შეაწუხა და მე ის მოვიდა და კიდე სურინამი და რა ვიცი მე ნუ ახლა 48 ქვეყანა თამაშობს. ნუ გასაგებია ეგ და გასაგებია რომ გავიდა კონკაკაფის სიმიდან, მაგრამ იქაც არიან ახლა იამაიკები და კოსტარიკები და ვიღაცეები ხა. ისე მე ძალიან ზედმეტი მგონია. პრაქტიკულად აბარა ამ ერთა ლიგიდან და შესარჩევიდან თუ ვერ გავედით, ამ თაობას შეექმნება დიდი პრობლემა რა. ეს თაობა მე ვფიქრობ არის ის თაობა, რომელმაც უნდა საკმაოდ კაი მწვერვალები დაეპყროს. მე ესე კი ბატონო, კი ნამდვილად. მინიმუმ სოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვითამაშოთ. მინიმუმ ვითხარი რამე მომენტები. კარგი, აბა რაღაც მომენტები გვაქვს. თელი გადაცემა რაღაც ესეთ მინოროზე ვარ. ხო, ისეთი იმდენი არ გვაქვს რომ დაგღალოთ, მაგრამ რაც გვაქვს საინტერესო. აზერბაიჯანი, საფრანგეთი ეს მუდმივი ხელი თამაშებზე საუბარი და საინტერესო მომენტები მოხდა ამ მატჩში. მაგალითად ანუ აქ არის საუბარი ხელის თამაშზე სხვადასხვა წესები რორძელდება შეტევაში და დავუშვათ დაცვაში ანუ მოხდა მორჩა ხო ნებისმიერი შეხება თუნდაც აქ დეშამი ძალიან გაბრაზებული იყო მედალუკას მიყავდა ეს მატჩი უხსნიდა თუმცა რა ვიცი ხა თავდამსხმელს თუ მოხდა არის უნდა და არ უნდა და არა მიბჯენ აი იმას მოხდა წინ და გოლიც გავიდა და გოლის გამტანზე აი ნახეთ როგორ აქვს ხელი მოხდა თუ ვერც გაიგებ ნუ ვარზე გადახედეს და მიბჯენი ხო აი ამის გამო მიბჯენილზე რაღაცა რის გამოც პენალტი არ დანიშნა ამას შეგუებულები ვართ ხო
ხო, ამაზე პენალტი არ არ დაინიშნა. ანუ ამას ხსნიდა ეშამი მეოთხე საერთოდ რომ ეხა მიდებული რაღაცა, მაგრამ ნუ წესი ესეთია. თავდასხმაში თუ მოგხვდა არის თუ ნებისმიერი შემთხვევით მიბჯენილი რაღაცა, ანუ განსხვავება, ანუ ეს არის კითხვა, სწორი რა. იქ ესეა, აქ ესეა საჯარიმოში ისე გარემოება სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა გადაწყვეტილება და სხვადასხვა წესი ცოტა მიუღებელი. ანდრიმ ხელით გაისწორა მაშინის ბურთი. ირლანდიასთან სწორი. ირლანდიას ეგ დაუბრუნდა ზუსტად. ანდრის ხელით გასწორებულის გამო გამოვარდნენ და ბოლო წუთზე რო გაიტანა. უნგრეთთან ეგ დაუბრუნდა ეხლა. ცოტა დიდი დრო გავიდა. რასობ იცი ხელი თამაში მოედანზე ცენტრში იქნება საჯარიმოში თავდასხმელის, მცველის თუ ვისიც იქნება, უნდა ფასდებოდეს ერთნაირი კრიტერიუმით და თუ თავდასხმაში ნებისმიერ მოხვედრაზე არის ჯარიმა და გოლი გაუქმდება, დაცვაშიც ნებისმიერ მოხვედრაზე უნდა იყოს მაშინ კაცრისასჯელი პენალტი. მოედნის ხშირად ნახავთ მომენტს, რომ მოედნის ცენტრში რომ მოხდეს ჯარიმას აუცილებლად დადებენ და საჯარიმოში რომ ისე მოხდება, იწყებენ რომ ეს არ იყო ისა, ეს მიბჯენილია, ის იყო, ის იყო. მეორე მომენტი იგივე მატჩიდან დაახლოებით იგივე ეპიზოდი და ამ შემთხვევაშიც არ ჩაითვალა გოლი. ოღონდ აქ ვინც გაიტანა, იმას არა. სხვას ხვდება ჯერ და მერე გადის გოლი. აბა იჩხუბებდა. სხვა ფეხბურთელს გააკ გოლი. ხო, აქაც ანუ განსხვავება ისა რომ პირველ შემთხვევაში არბიტრს ვართან არ დაუძახეს, იმიტომ რომ დასაძახებელი არც იყო, უბრალოდ შეეხო თუ არ შეეხო, ნახეს რომ შეეხო და არ ჩაითვალა, მაგრამ აქ იმიტომ დაუძახეს რომ გოლის გამტანს კი არა, მანამდე ფეხბურთელი იყო, ამიტომ აქ ის კანონი აღარ ვრცელდება, ანუ ნებისმიერ შეხება, ის მარტო გოლის გამტანზე ვრცელდება და აქ არბიტრის დახმობა დაძახება გახდა საჭირო. მარტო გოლის გამტანზე ვრცელდება, თუ შეტევაში არა, მარტო გოლის გამტანს და აქ იმიტომ დაუძახეს რომ აი აქ ხვდება აქ მოხვდა ხელი, მაგრამ მე გაგრძელდა და კი ბატონო. თუმცა აქაც ისეთი მომენტია რა. მართალია არის კი. ხო, იქ შემთხვევითობა არის არ არის, ამაზე არის კითხვები, თუმცა გავლენა ქონდა ეპიზოდზე და შესაბამისად ეს გოლი იმიტომაც არ ჩაითვალა. უბრალოდ განსხვავება არის მაინც ის რომ უშუალოდ ამას არ გაუტანია, სხვამ გაიწია. თორე ეგრევე გაუქმდებოდა და აქ მაინც აქაც ხო, არბიტრის დახმარებით გაუქმდა, რომ ამას უნდა მიიღო გადაწყვეტილება, ეს ხელით თამაში იყო თუ გავლენა იყო ეპიზოდზე. პორტუგალია სომხეთი პორტუგალიის პირველი გოლი, აქ ცოტა კურიოზული ამბავია, იმიტომ რომ ხაზის გაავლეს მერე. ჩვენ ახლა ის ეპიზოდი არ გვაქვს და ვერ დავწმუნდი, რომ აქ თამაშგარი არ იყო, მოკლედ. რო არ იყო? ხო, ანუ ახლა რა ვიცი, ნახო დარტყმის. დარტყმა ეს კარებში და რატომ უნდა იყოს? არა, ჩაწოდების მომენტში, აი, ჩაწოდების მომენტში. გოლის გამტანი ფეხბურთელი არის თამაშგარი. აფსაიდში, კი. მე დარტყმა. ჰა? დარტყმა თუ ჩაწოდებაა ეს? არა, განსხვავება. დარტყმას და მას შორის ეპიზოდზე იქონია გავლენა და თამაშგარეში იყო, მერე მიიღო მეკარისგან მიიღო, ანუ გზაში სხვამ კი არ ითამაშა, ანუ როდის არის კარში დავარტყი, ხო, გზაში მცველმა ითამაშა, ძელისგან ან მეკარისგან მიუვიდა თამაშგარეში ხარ. გაიტანა, ხო არის თამაშგარი. სხვას რომ ისვოდა ჩაიკრებოდა. როდრიმ რო დაარტყა ჩვენ, როდრიმ რო გაგვიტანა გოლი. ხო. აღარ მახსოვს ვინ იყო ის თამაშგარეში ხოდ გაასკაცო. მერე მეორე ფაზიდან მიიღო. ანუ ის როგორი კარში დაარტყა და ვიღაცა დგას თამაშგარეში და გავიდა ის გოლი და ჩათვალეს. რომელზე ევროპის ჩემპიონატზე? არა, ის ხელს უშლიდა მამარდას. მამარდას რო ხელს უშლიდა იმაზე ამბობ. ხო, მაგას ვიძახე, არ უნდა ჩათვლი. არ უნდა ჩათვლი. ხო, არ უნდა ჩათვლი. ანუ კარებში თუ ვარტყავდნენ და იქ ვიღაცა რჩება. აბა რა, ის გავლენას ახდენს მეკარის ხელს თუ უშლის. არა, თუ იქით მიფრინავს, როგორ ალანთან თუ დადგა და იყო თამაშგარეში არა, რომ იყოს, ანუ აი კარში ვარტყავ. ხო, მაგრამ თქვენ ხართ თამაშგარეში, ხო? მოიგერია მეკარემ და მე შევაგდე. და მოგივიდა თქვენ და შეავდე თამაშგარი. დარტყმის მომენტში თუ ხარ თამაშგარეში და აქაც ეს ეპიზოდი. აი სკილაჩის რო გოლი გაქვს, ის აშკარა თამაშგარია იტალიაში. კი. გაბლო ჩემპიონატზე. გადმოვარდნზე რო დაარტყა. მეორე ჩაერთო. მეორე ფაზა თითულება ის, აი იგივე ესპანეთმა აქ რო გაგვიტანა. აქ თუ იქ სადღაც გაგვიტანა, იყო თამაშგარეში. ხო, იყო თამაშგარეში.
მაგრამ პასი გაკეთდა ფლანგზე და ფლანგიდან ეგ ითვლება. იქ მეორე ფაზაა უკვე რა. აი ბოლო პასის დროს აღარ იყო. კი, ეგ ეგრეა. ნიდერლანდები, ლიეტუვა. აქ ეხა ეს ეპიზოდი როგორ გამორჩათ, არ ვიცი, ხა ვარის პირობებში უხეშობა საჯარიმოში. ეს დაინიშნა პენალტი? არა. არა. აქ არის, მე ვფიქრობ, პენალტი წითელი აყვით, უყურ დააკვირდი უხეშობა. წითელი, მერეც კიდე გაშლილი ჩამოუსვა. ფეხით და აქ ფეხი ნახე იმის. ორ ადგილზე აქ სისხლი ჩახეული აქ ფეხი. უყურე. აი ეს რა არის? მიუხედავად იმისა, რომ ბურცად შეეხო. ნახე. მერე გააგრძელა, არ გამოისვა. ხო, ეხლა ეს ხო უბრალოდ ბურცე თამაში არ არის. ეს არის პირდაპირ აგრესიული თავდასხმა და შედეგიც გადარჩა უბრალოდ რომ ფეხი არ მოთქლა რაღაც გაკურვებული იყო ძალიან. ხო, და ხო ვარზეც იცი რა, ესეთ ეპიზოდებში კიდე მივდივართ იმ პრობლემასთან, რომ არბიტრის მოხმობა არ ხდება რაღაცა რეგულაციების გამო, იმიტომ რომ ესეთი ეპიზოდები ვიღაცა მოთახში არ მაგადაწყვიტოს. მე თუ საკამათოა, ხო, იმის მომხრევა, რომ არბიტრმა გადაწყვიტოს თვითონ ეს ბურცე თამაში იყო მხოლოდ თუ თან უხეშობაც იყო. კარგი, მეორე ეპიზოდი ამაჩიდან, აი ისევ ხელი. აი ეს ახლა ბაჯოს ხელს გავს რა. ხო. ბაჯომ რომ მოვარტყა ხელში. ბაჯომ რომ მოვარტყა. ხო, არის თუ არ არის? ამაზეც არის დავა. გავლენა იყო, არის პენალტი რა ეხლა რა. იცი რა, ხო, არბიტრის გვაჩვენებს რა არა, იმიტომ რომ აქვს ინსტრუქცია, რომ ხელები ჩამოშებულია რაღაც, მაგრამ მეორე ეპიზოდში შევადარებ ამ მატჩიდან ამ მომენტს და მე ჩვენ თვითონ ლოგიკურად ვიმჯერებთ, ანუ დაუშვათ რატომ არის აქ პენალტი? აი კითხვები. რატომ ეკითხები? იმიტომ რომ ხელი არ არის მიბჯენილი, ჩამოშვებული, არ ნიშნავს იმას, რომ ამისგან თავისუფლდება სასჯელისგან და ამან შეაგდო ბურთი წინ და ხელზე მოხვდა და გაჩერდა ბურთი. ანუ ეპიზოდზე გავლენა ქონდა ეპიზოდზე. ან კარში ურტყაო, ან პასო აკეთებ და ამ ხელმა გამიჩერა. ხო. ნახოთ მეორე ეპიზოდი ამ მატჩიდან. სადაც დაინიშნა უკვე პენალტი. საერთოდ ვერ ხვდება, მალენი ითხოვდა. მე ვერც მივხვდი აქ პენალტი. ხო, მალენი მე შუაზე მოხდა. ხო, იქ მაღალ პასზე ძალიან გვიან გადაახვევენ ამას. აი ამ ეპიზოდზე მეგონა რომ უყურებდნენ მალენის აქტივი. ხო და ვიფიქრე რომ ნუ რაღაცა ეხა ამაზე პენალტს არ დანიშნავენ, იქ არ დანიშნავენ, თქვი ფეხი მოაგლიჯეს კაც და ამაზე არაფერს არ იზავენ. მაგრამ თურმე გადაახვიეს ნახევარი ტაიმი და დაუძახეს არბიტრს. და აჩვენებენ აი რა ეპიზოდს. აი ამ დროს რაღაცა ანუ რაზე გაუსვი ხაზი, ანუ ეპიზოდზე გავლენას რას ვიძახი ახლა რა. სადაც მიდიოდა, მიდის იქ. ანუ ეპიზოდზე გავლენა ეხლა წესებში ის არ წერია რომ ხელზე გაედება ეს დარღვევაა რა. ანუ აი ორი ეპიზოდი იქ არ ინიშნება. იქ არის უფრო აშკარა ხო, სადაც გავლენაა რა, პასო აკეთებდა ან კარში ვარტყავდა, ჩამოშვებულია თუ რა არის, მიჩერებს ბურთს და აბსოლუტურად მიმართულება იყო იმნაირ თან შემთხვევითობაზე არც თამაშობს ხელით. აი ხო, აი რა უნდა ექნა ეხა აქედან, ანუ განზრახ არანაირი თამაშის არა, საერთოდ ის არ ჩანს. ეს ვინში ამჩნია კაც. ვარის საჯო. ანუ იქ ეხა ვარზე ეს შესვენების მერე დადეს ეს პენალტი და უკვე იგზნობოდა რომ ეხლა იქ შესვენებაზე იმას ნახავდნენ რა ფეხი რომ მოატეხა კინაღამ და რაღაცა და იმას ხო. ეძებდნენ უკვე. გზნობ უკვე ხო და რაღაცა თითქოს გამოასწორა. ეს ეხა ეს პენალტი არ არის რა. შოტლანდია დანია შეეროიძახო. არ დაუნახია არავის ეგ პენალტი. არც არავის და არც აპროტესტებდნენ. მალენზე უფრო რაღაცას ფიქრობდნენ პენალტი. ეს რანაირი პენალტი არის პენალტი. ნუ აქ ეხა ხუია იცი რა მე 50 განმეორება გვაჩვენეს და ვერ დავწმუნდი საჯარიმოში იყო. კი დამრღვევს ფეხი აქვს ხაზე და თუ ხო ის მოთამაშე გარეთ არის. ხო ანუ წესებით ხაზზე
დაარღვევა, ხაზი შედის საჯარიმოს. ხო, მაგრამ ხაზზე ფეხი აქვს, რომ მოთამაშე იმ შემტევს არა აქვს. ხო, შემტევი გარეთ არის. ორივე ფეხი გარეთ აქვს და შეხტა იქიდან და ხა. მე არ გონია ეს რომ პენალტია რა. ყველანაირი, ეს გეთანხმები, ყველანაირი აღქმით დაარღვევა არის გარეთ რა. გარეთ ეხება, გარეთ ვარდება და ჯერ ერთი გარეთ არის. ხო, გარეთ ვარდება. საჯარიმოში შესულაც არ უნდა. კუთხისკენ ვერ შედის. რომს გაეშვა გარეთ მიდის სადღაც. ხო, ნუ ეხა აი ვარზეც ვერ დავწმუნდი, რომ აქ კი ეხა გვაჩვენებენ რომ ფეხი რო ხაზზე გეთახვები. ფეხი აქვს ხაზზე, მაგრამ აქ არის კონტაქტი როგორ არის. მე შეიძლება ფეხი მქონდეს, მაგრამ მუხლი რომელზედაც კონტაქტია, ის იყოს გარეთ. ის მოთამაშე საგზნობლად სანტიმეტრებით გარეთ არის საჯარიმოდან და არც აპირებს საჯარიმოს შესვლას გვერდზე გარბის სადღაც. ხო, ძალიან ესეთი უცნაური პენალტი იყო. კარგი, ეს რაფად გავიარეთ. ხო, ესეთი მომენტი იყო, ბოლოს მე რაც მინდოდა. დიდი მადლობა უთხრევ ჩვენ სტუმრებს დღეს აქ მობრძანებისთვის. არ ვიყავით მაინდა-მაინც კარგ ხასიათზე. თუმცა ახლო წარსულში სხვა განწყობითაც შევხვედრივართ აქ და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე მოვა ის დრო, როდესაც ისევ გავიხარებთ ქართველი ფეხბურთელების წარმატებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრაზდებით თამაშის მერე, დღებით ცუდ ხასიათზე, არა ვართ განწყობილი რაღაც მხიარულებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფეხბურთელებზე ისევ ბრაზდებით, რომ მათი დანახვა არ გვინდოდეს და ან ვინმეს ღმერთმა დაგვიფაროს და ვიფიქროთ შეურაცხყოფა მივაყენოთ. პირიქით, ჩვენ ისინი ყოველთვის გვიყვარს, გქომაგობთ და იმედი გვაქვს მათი, რომ კიდევ გაგვახარებენ. აი ესეთი ოპტიმისტური განცხადებით დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. მომავალ პარასკევს კვლავ აქ სტუდიაში ვიქნებით. კარგად გრძანდებოდეთ. ახლა